საერთოდ ამ ლექციების მიზანი რა არის, როგორ ფიქრობთ? რატომ ვიღლებით ასე? თქვენ ზიხართ, ცხელა. ჩვენ ცხელა და ვიღლებით. რატომ? წიგნი არა გვაქვს რა ვიცი, ცოტა ავწიო. ის აიბაცეთ ჩემი ხმა ისმის უკან, კარგად. აი სულ ბოლოში ისმის. აი თუ ისმის. ხო, ასე რომ ამ ლექციების მიზანი აი ჩემი გავიტანე ხო ხედავ. ამდენი აღარ მიდაგაც. ეხლა ჯიუტი ვარ, ფიზიკელი ვარ, ამა. აი ამ ლექციების მიზანი როგორ ფიქრობთ? რა არის? მე ვფიქრობ ხოლმე ამას პერიოდულად, აი რატო ვატარებთ ამდენ ლექციას? და რაში გეხმარება თქვენ ეს? არის ერთი პრობლემა ამასთან დაკავშირებით, რომ რელიგიური ცხოვრება ბევრი მიმართულებით ავლენს საკუთარ თავს. ადამიანი რელიგიური არსებაა და აქედან გამომდინარე მას არ შეუძლია რომ რელიგიური რაღაც მის ცხოვრებაში არ იყოს, რელიგიური ელემენტები მის ცხოვრებაში და ამავე დროს ნამდვილი რელიგიურობა არის ძალიან რთული. იმიტომ რომ ნამდვილი რელიგიურობა ითხოვს ადამიანისაგან დიდი პასუხისგებლობით მოკიდებას საკუთარი სულის ხონებისადმი, ამ პასუხისგებლობის აღებას საკუთარ თავზე და არ გადაბარებას სხვაზე. ნამდვილი რელიგიურობა, ნამდვილი სულიერი ცხოვრება ადამიანს აიძულებს რომ იყოს თავისუფალი. ეს იმას ნიშნავს, რომ არავის და არაფერს არ დაემონოს. როცა გაგვიგია სიტყვა მორჩილება ეს არის გზა თავისუფლებისკენ და მორჩილებას თუ ადამიანი არ მიყავს თავისუფლებისაკენ, ის მორჩილება მონობაში გადაგვარდება და ნამდვილი სულიერი ცხოვრება, ნამდვილი რელიგიურობა ადამიანს არ აძლევს მოდუნების საშუალებას. მაგრამ ეს მარტო სულიერ ცხოვრებას არ ეხება, ეს ეხება ყველაფერს. აი მაგალითად ჩვენ სასწავლებელში ვიმყოფებით. არის თუ არა საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი კარგი პროფესიონალი დადგეს, არის თუ არა საკმარისი ოთო ვერ შემოდიან და არის თუ არა საკმარისი, რომ ადამიანი დაკმაყოფილდეს იმით, რომ აი მე აქ ვსწავლობ, მე დავდივარ, პედაგოგები ლექციას მიკითხავენ, კარგი პედაგოგები არიან, არანაირად ეს საკმარისი არ არის. არის თუ არა საკმარისი, რომ ადამიანი, რომელიც ნიჭიერის, ვთქვათ, მონაცემები აქვს სპორტში, ვთქვათ, კარგ მწვრთნელთან მივიდეს და თვითონ პასიური იყოს. ნებისმიერი საქმე, სწავლა, სპორტიც კი ითხოვს შემოქმედებით მიდგომას. ასევე არის თქვათ ხელოვნებაში და ასე შემდეგ, მეცნიერებაში. თუ ადამიანი შემოქმედებითად არ მიუდგება, ვერც კარგი მეცნიერი გამოვა, ვერც კარგი სპორტსმენი გამოვა, ვერც კარგი პოლიტიკოსი გამოვა და ვერც კარგი ქრისტიანი გამოვა. და შემოქმედებითი მიდგომა არის მიდგომა პასუხისგებლობით. შენ რჩები ერთ-ერთზე იმ საქმესთან, რომელსაც შენ მისდევ. ახლა ამას იმიტომ ვამბობ, რომ არსებობს ესეთი ტენდენცია, რომ ადამიანებს სულიერ ცხოვრებაში უნდათ რომ პრობლემები, რომელიც ჩვენ უხვად გვაქვს თავზე დაყრილი, იმიტომ რომ ადამიანი ჯვრის მტვირთელი არსებაა და პრობლემებს ჯვრად აღიქვავს და ჯვარი რატო? ჯვარი ჯვარცმასთან ასოცირდება. ხო, ჯვარცმა ერთ-ერთი ყველაზე საშნელი მტანჯველი და იარაღი წამებისა. ერთ-ერთი ყველაზე საშნელი, რაც კაცობრიობას გამოუგონია. თვით წარმართი რომაელები, რომელთა შორის საუკეთესონი რომის იმპერიაში, მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერიაში რომაელებს ჯვარს არ აცვავდნენ, არამედ რომის იმპერიაში კლავდნენ მხოლოდ არარომაელებს, მონებს და ასე შემდეგ, რომის მოქალაქე ჯვარზეცმით არ აღესრულებოდა. მიუხედავად ამისა, რომ მათ ეს არ ემუქრებოდათ, ისინი ილაშქრებდნენ ჯვარცმის წინააღმდეგ, აი ამ საშნელი იარაღის წინააღმდეგ. ხო და ესე იგი ჯვარია ეს ადამიანის ცხოვრება. და ადამიანები გაურბიან ამ ჯვარს და ითხოვენ რომ სხვამ მათ შორის მოძღვარმა დღეს თემა ესა გვაქვს, ხო? თემა რა გვაქვს იცით?
მოძღვარი. ხო, ეს ცოტა რთული თემა, ყველა თემა რთულია, იმიტომ რომ მოძღვრობაზე უნდა ისაუბროს მოძღვარმა და მოძღვარი ამ სიტყვის დიდი გაგებით ძალიან დიდი რამეა და მე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებს საკუთარი გამოცდილების სამწუხაროდ. ხო, ესეა. ხო და რომ პრობლემები გადაუწყვიტოს სხვა მოძღვარმა და ამისათვის ეძებენ მოძღვრებს, რომლებსაც შეუძლია სასწავლების მოხდენა. მე მახსოვს ერთმა როგორ მითხრა, მე ხლა ავათავარო, თავზე ხელი დამადეო. თავზე ხელი დამადეიცო. მე ხლა უნდა განვიკურნო და მე ვთხარი ესე მარტივად მაშინ წამოპარაკისკენ დამიხადო, თავზე ხელი დამადეო და განვიკურნო. და მე რო ვთხარი რომ მე ეს არ შემიძლია, ასე შემომხედა ეჭვით. რას ქვია შენ ესე არ შეგილიაო? და ჩათვალო რომ არ მოვატყვილე, ანუ შემიძლია და არ ვაკეთებ. ან საერთოდ ვინა ვარ? არაფერი არა ვარ. ხო და აი ეს არის პრობლემა, ძალიან სერიოზული პრობლემაა ეს რა. და ადამიანს როცა თქვათ სულიერ ცხოვრებას იწყებს მართლა, მან უნდა იცოდეს რომ უფალი სიტყვები რომ ჯვარზე როცა საუბრობს, უფალი გეუბნება რომ ჯვარი აიღე, შენ აიღე შენი ჯვარი, სხვას ნუ კი დაამხობ თავზე, შენ აიღე, იმიტომ რომ სხვა ამ ჯვარს ვერ იტყვის, შეიძლება დაგეხმაროს, კი. ჯვარი აიღე, მანამდე ამბობს რომ უარყავ თავი თვისი. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. ადამიანს არ უნდა საკუთარი თავის უარყოფა და საკუთარი თავის უარყოფაში შედის საკუთარი დაცემული ბუნების უარყოფა. ეს დაცემული ბუნება რა არის? ეს არის მთლიანად ჩვენი არსება. თავისი ძალიან ცუდი მიდრეკილებებით. აი ეგოიზმი, ანგარება, შური, პატივმოყვარეობა, თავდაჯერებულობა, გაღიზიანება, მრისხანება, საკუთარი სიმართლის ქონა გულში. უამრავი რამ, აღარ ვლაპარაკობ უფრო დაბიო და მდარე და ესე იგი ისეთ ვნებებს, რომელიც ჩვენში არსებობს. უარყავ საკუთარი თავი. აღიღე ჯვარი შენი და მე აი ამის მე შემომიდექი მე. მამა თეოდორეს კი არ შეუდგეო, ან მამა გიორგის ან მამა ლევანის. მე შემომიდექი. ახლა იქ არსად არ ახსენებს რომ მოძღვარი ნახეთ ერთად მოდით ჩემთან. ამიტომ არც მოძღვარმა არ უნდა გადაწყვიტოს რომ თავისკენ წაიყვანოს ადამიანი და არც ქრისტიანი უნდა ეცადოს რომ მოძღვრისკენ წავიდეს. უნდა წავიდეს ქრისტესაკენ. ხოლო აი ამას ჭირდება კიდევ მეორე ძალიან დიდი პასუხისგებლობა. და ეს პასუხისგებლობა არის გასათავისებელი. და ჩვენ დღეს როცა საუბრობთ მოძღვრობაზე, ალბათ ამასაც შევეხებით ისევ გაკვეთ. ეს თემა არის ძალიან რთული, ძალიან ღრმა და მე თან ოთო სად არის? ხო, აგენაღულება. ორი დღით ადრე თუ ერთი დღით ადრე გუში რომ მითხარ თუ როგორც იყო გუშინ წინგვიან და აბაუდა როგორია ახლა, აბა? როგორია? თემა მოიტანო. ხო, თან ხელ მოვიდე მომზადებული დაწერილი ფოტო, რა სიტყვით ისე. ხო და ამიტომ ეს თემა რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ამოვწურავთ ამ თემას, იმიტომ ეს არის ძალიან ვრცელი თემა, ამიტომ რასაც შევეხებით. თუმცა ის რასაც შევეხებით, ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ძალიან დაცხა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაზე თქვა დაგვაფიქრებს. ერთი რამე თავიდან მინდა ვთქვა, რომ როცა ჩვენ სიტყვა მოძღვარს ვიტყვით, გამომდინარე ჩვენი სინამდვილიდან. მოძღვარი, სადაც ვიტყვით მოძღვარს იგულისხმება მღვდელი. და სადაც ვიტყვით მღვდელს, ან მღვდელზე ვისაუბრებთ, იგულისხმება მოძღვარი. თუმცა, იმიტომ რომ ჩვენს პრაქტიკაში ესეა, მოძღვარი და მღვდელი ფაქტიურად ერთდაიგივეა. მაგრამ სინამდვილეში ეს თლათ იგივეობრივი კატეგორიები არ არის და კატეგორიები არ არის. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი იყოს მღვდელი და არ იყოს მოძღვარი. მაგალითად საბერძნეთის ეკლესიაში ადამიანი რომელიც ხდება მღვდელი, ის ავტომატურად მოძღვარი არ ხდება. ის შეიძლება ისე დაბერდეს და გავიდეს ამ სოფლიდან, რომ არასოდეს არავის მოძღვარი არ იყოს. მღვდელი იყოს. მონათლავს და ასე შემდეგ, ბოლოს, სხვადასხვა წირავს, მაგრამ არაფერს არ იტყვის, აღსარებას არავისგან არ მიიღებს, არავის არ დამოძღვარავს. საბერძნეთში ასევე თქვა, შეიძლება ადამიანი იყოს მოძღვარი, მაგრამ არ იყოს მღვდელი. და მაგალითად იოსებ ისიხასტი იყო სოფლიო მნიშვნელობის მოძღვარი, მან გააცოცხლა ათონის მთა და აკერ ამერიკაშია გაცოცხლებული მართლმადიდებლობა, მაგრამ ის მღვდელი არ ყოფილა. და მისი სულიერი შვილები შეიძლება იყვნენ მღვდლების და ეპისკოპოსებიც. ესმით მოძღვარი პრინციპში ეს არის მასწავლებელი. და ამას რომ განსაკუთრებული ნიჭი ჭირდება, ეს არავისთვის გასაკვირი არ არის.
მასწავლებლობას ჭირდება განსაკუთრებული ნიჭი. და შეიძლება ადამიანი კიდევ იმერ ღვდელი იყოს და მასწავლებლობის ნიჭი არ გქონდეს. მაგრამ ჩვენ სინამდვილეში ყველაფერი ესეა. თუ ღვდელი ხარ, ნიჭიც გაქვს. გინდა არ გინდა უნდა გქონდეს ნიჭი მასწავლებლობის, ანუ მოძღვრობის და ეს ქმნის ძალიან ბევრ პრობლემას სხვათა შორის. ამიტომ თითოეული თქვენთაგანი, როდესაც სულიერ ცხოვრებას სერიოზულად შეუდგება, მან უნდა იცოდეს, რომ ღვდელი ავტომატურად ჩვენთან კი არის ეს ნომინალურად ეს სტატუსი აქვს, ყველა ღვდელი მოძღვარია, მაგრამ სინამდვილეში ესე არ არის. ამიტომ თქვენ უნდა იცოდეთ ეს, რომ როცა თქვენ ეძებთ მოძღვარს, უნდა ეძებოთ მოძღვარი მისი მღვდლობისგან განყენებულად, ის ნიჭი, რომელიც აქვს და რომელიც თან თქვენთვის იქნება მისაღები, იმიტომ რომ შეიძლება ერთი გამოადგეს სხვას და შენ ის არ გამოგადგეს და სხვა გამოგადგეს. ამასაც აღნიშნავ. ჩვენ დღევანდელ საუბარს დავიწყებ, თუმცა რამდენი ხანი დაწყებული გვაქვს, საქმე მოციქულთაში არის პავლე მოციქულის ესეთი სიტყვები. ეს არის საქმე მოციქულთა მე-20 თავი. ამას შეგვაგონებს ჩვენ, ეხლა მე ჩემ თავს უკითხავ ამას. გაუფრთხილდით თქვენ თავსაც და თქვენ სამწყსოსაც. ეუბნება პავლე მოციქულის მღვდლებს, რომლის მცველებათაც სამწყსოსაც, რომლის მცველებათაც დაგადგინა სულმა წმინდა. დაგადგინათ სულმა წმინდა. რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას და ნახეთ პასუხისმგებლობა განსაკუთრებულად საჩანს, რომელიც მან ღმერთმა შეიძინა თავისი სისხლით. თავისი სისხლით. ანუ დიდი ფასია გადახდილი და დაგვაყენა ჩვენ უფალმა, რომ მას გაუფრთხილდეთ, რომელსაც უნდა მწყემსავდეთ დიდი სიფრთხილით. სულმა წმინდამ დაგვადგინა და ეს რასაც ის რეალია, რასაც ჩვენ გვესაუბრება, დიდი საფასეთ არის გამოსყიდული. ამიტომ თუ ჩვენ მას არ მოვეკიდებით ისე როგორც საჭიროა, მაშინ საკუთარი თავით ვაგებთ პასუხს. ეს არის პავლე მოციქულის გაფრთხილება, როგორც გითხარით, საქმე მოციქულთან. მოძღვრობის დახასიათება სხვადასხვანაირად შეიძლება, თუ რა არის მოძღვრობის ეს ინსტიტუტი და ერთ-ერთი პირველი, რაზეც მე მინდა ხაზი გაუსვა და პირველი, რაზეც მინდა გავაკეთო ეს აქცენტი, ეს არის, რომ ეს არის ქრისტესადმი სიყვარულის გამოვლენა. პირველ რიგში ეს არის ყველაზე მთავარი. მღვდელი, მოძღვარი, ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც ვთქვით, სინონიმები ებდო ჩვენს რეალობაში ეს ერთ და იგივეა, ეს არის სიყვარული ჩვენი უფლისადმი. ანუ მე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიყვარს ქრისტე, თუ მე ვარ მოძღვარი. თუ მე მოძღვარი არა ვარ, მე ამ შემთხვევაში საუბრობ მღვდელზე. მღვდელი თუ არ ცდილობს იმ მოძღვროს, მოდი ასე ვთქვა. მღვდელი თუ არ ცდილობს იმ მოძღვროს, მას ქრისტე არ უყვარს. შეიძლება რომ მღვდელმა არ იმოძღვროს, როგორ არ შეიძლება. შეიძლება რომ მასწავლებელმა არ ასწავლოს, როგორ არ შეიძლება. შეიძლება რომ მშობელმა არ აღზარდოს, როგორ არ შეიძლება. რა არ ვიცი, ცუდი მშობელი, ცუდი მასწავლებელი. შეიძლება რომ ექიმი არ განკურნოს, როგორ არ შეიძლება. მაგის მეტი რა ვიცი. ცუდი ექიმი შეიძლება პოლიტიკოსმა სამშობლოზე არ იზრუნოს? არა, ეკითხება რა შეიძლება. პოლიტიკოს სამშობლოზე ეს გამორიცხული. ანუ შესაძლებელია რომ იყოს ადამიანი მღვდელი, მაგრამ იყოს ცუდი მასწავლებელი, ცუდი მოძღვარი, ხო? მაგრამ ეს ნიშნავს რომ მას ქრისტე არ უყვარს. კვალად რქვა მას იესო მესამედ. ეს იონეს სახარების 21 თავი ცნობილი სიტყვები, რომელიც სისხლის სახარებას ეკითხება. უკვე მესამედ ეკითხება და იგივეს. სიმონ იონაისო, გიყვარმეა? რატო ეკითხება? პეტრე, ამ დიდმა პეტრემ სამჯერ სამარცხვინოდ უღალატა ქრისტეს. უარყო სამარცხვინოდ. ერთ-ერთი იყო ქალმა თქვა. შენ ის არა ხარო? და ქალმაშია. გესმით, აი უფალი რო განგეშორება, რაც არ უნდა, პეტრე ძალიან ვაჟკაცია. პეტრე ძალიან ფიზიკურად ძლიერი კაცი იყო, ეს ცნობილია ისტორიულად, ძალიან დიდი ძალა ჰქონდა, ძალიან მაგარი ვაჟკაცია, ძალიან გულმხურვალია, ხოლოდ მან ამოიღო მახვილი და დაიწყო უფლის დაცვა და მერე უფალმა გააჩერა, თორე შეიძლება ძლიერი იყო, ყველა დაეხოცა, ისეთი მაგარი იყო. ანუ ვაჟკაცი კაცია პეტრე, მაგრამ უფალი განეშორა თავდაჯერებულობისა გამო. ყველამ რო დაგტოვოს, ნახეთ პეტრეს სიტყვები. ყველამ რო დაგტოვოს. მე არ დაგტოვებ სიკვდილამდე შენთან ვარ, მზათა ვარ ამისათვის. თავდაჯერებულობა არის ძალიან დამღუპელი ადამიანისათვის და ამ თავდაჯერებულობამ განაპირობა რომ მისგან აღებული იქნა მადლი და როგორც კი მადლი აღებული იქნა ვინ არის პეტრე. აი სამჯერ უარყო და მას დაკარგული აქვს მოციქულის სტატუსი.
იქ არის სახარებაში ადგილი მინიშნებული, უთხარით ჩემ ძმებს და პეტრეს თალკეა გამოყოფილი. როგორც უკვე მოციქულის სტატუსის არ მქონე. იუდა მუღალატა, ამანაც ფაქტიურად უღალატა, ოღონდ მოტივაცია სხვადასხვა იყო, მაგრამ ფაქტია. და აი აბრუნებს უფალი აბრუნებს მას მოციქულთა სტატუსში. სამჯერ უღალატა, სამჯერ ეკითხება და მესამედ სვიმონ იონასო, გიყვარმია? შეწუხნა პეტრე. რამე თუ რქვა მას მესამედ გიყვარმე, იმიტომ რომ რთულია ხო? რატო შეწუხდა პეტრე? ეუნება გიყვარ ვარ, როგორია კაცი გეკითხება, თან როგორი კაცი ხო? მისთვის ყველაფერია და უცებ აღდგა მკვდრეთი და ესე იგი ეს გაოგნებულია პეტრე, რომ რა ხდება, ანუ მისი ძეღვთისა კი იცოდა რომ არ თვითონ არ აღიარა, შეხარ ცოცხალი ღმერთიზე, მაგრამ ეს ბოლომდე რას ნიშნავს, ხო არ იცის და უცებ გაცოცხლდა. და გაცოცხლდა უბრალოდ კი არა, ისევ ის ხეულში კი არა, აღდგა, ანუ რაღაც საოცარი ძალმოსილება სხედავს და ეკითხება, გიყვარ ვარ? უყვარს პეტრეს. ახლა უყვარს, უბრალოდ რაღაცა მოხდა ესე მადლი განეშორ. მიყვარ ხარ? კიდე მიყვარ ხარ და შეწუხდა პეტრე. რატო შეწუხდა? იმიტომ რომ პეტრე აბარის პეტრია თუ არ მიხვდებოდა სიტყვას ფასი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ის გზნობს რომ მის სიტყვას ფასი არ აქვს. იმიტომ რომ მან თქვა ყველამ რომ გიღალატოს, მე არ გიღალატებ. ეხლა და უღალატა. და ეხლა უნდა მიყვარხარ და ფასი არ აქვს. და ამიტომ შეწუხებულია პეტრე. და რქვა მას უფალო შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი რამე თუ მიყვარ შენ, ანუ პეტრე წუხს უყვარს, მაგრამ სიტყვას რომ ფასი არ აქვს, მისას ამასაც ხვდება და შეწუხებულია. და მესამედ ეუნება, რქვა მას იესო, დამწყსე ცხოვარნი ჩემი. ამით გვითხრა, რომ თქვენი ჩემდამის სიყვარული მოძღვრებს მოგმართა. ის კი არ არის, რომ მუშტებს ვიბაგუნებდა და სადღეგრძელო და აბა ჩვენ საქმე და რა არის ეს საქმე? დამწყსე ცხოვარნი ჩემი. ანუ ეს არის ერთადერთი საქმე, ყველაზე მთავარი, უბრალოდ ესე ვთქვათ, რომელიც გარეშეც ვერცერთი სასულიერო პირი ვერ დაამტკიცებს, რომ მას ქრისტე უყვარს. მაგრამ ეს საქმე ყველაზე ძნელი საქმეა. ყველაზე ძნელი საქმეა, რომ დამწყსო ცხოვარი. რატო? იმიტომ რომ ქრისტეს ცხოვარი ძალიან სერიოზულად განსხვავდება ოთხფეხა ცხოვარისაგან. იმიტომ რომ ძალიან ურჩია ქრისტეს ცხოვარი. მე ახალგაზრდა ჩემი სულიერი შვილები, რომლებიც მოძღვრები გახდნენ, ჩვენი მრევლის წევრებმა იციან. რომელიც რამდენიმე თვეა მოძღვრები არიან, დიაყონები იყვნენ კაიხანი და რამდენიმე თვეა მოძღვრები არიან და უკვე მითხრეს, აი მამაო, შენ რას უძლებ. დატო რა დაინახეს, იცით რომ ის გარედან რაც ლამაზად ჩანს, თქვენ ძალიან ლამაზები ხართ, ძალიან კარგები ხართ, ძალიან საყვარლები ხართ, მაგრები ხართ რა. და მე ძალიან მომწონს, მაგრამ როგორც კი შენ პასუხისგებლობას აიღებ, რომ ეს საყვარელი, ულამაზესი და უმშვენიერესი ადამიანები ქრისტესაკენ წარმართო, აი მე აღმოაჩენ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დგები. და არც ნერვებმა უნდა გიმტყულოს, არც სიმშვიდემ უნდა გიღალატოს და საერთოდ უფალს თუ არ მიენდობი, ძალიან ცუდად დაამთავრებს საქმეს. ასე რომ ძალიან სერიოზული პრობლემაა და ძალიან რთულია ქრისტეს სამწყსო. რა შეშია მამა თეოდორე ნებისმიერ ქრისტე გაიხსენეთ. სამწყსო მოკლა ქრისტე. მისმა სულიერმა შვილებმა მიატოვეს, გაიხსენეთ როგორ მიატოვეს? მრავალი მოწაფე ტოვებდა მას. მოციქულებმა ბოლოს მიატოვეს. ერთადერთი იოანე დარჩა. გესმით? აი და რომელი მოძღვარი შეედრება თავისი მზელით, თავისი ხედვით, თავისი ქრისტეს. ნუ ხო გესმით, ქრისტე არის უსასრულობაში მყოფი ჩვენი იდეალი, ხო? ჩვენი კითხვენ ვისწრაფით და მას როგორ მოექცნენ და როგორ ვერ გაუგეს. მოძღვრის პირველი სახე ქრისტე ვახსენეთ, მოძღვრის პირველი სახე იესო ქრისტეა. და ის ჩვენ მაგალითს გვაძლევს. იონე კრონშტანტელის ცხოვრებაში, წმინდა იონესი კრონშტანტელის ცხოვრებაში ჩვენ ვკითხულობთ, რომ როგორც კი მღვდელი კათოლიკოსი სხვათაშორის იყო, აი ძალიან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტუდენტი იყო ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში. კი რაღაც გარიცხეს, რაღაც ისეთი იყო. და ესე იგი გახდა რუსეთის ყველაზე მაგარი მოძღვარი რა, ყველაზე მაგარი მოძღვარი. მე ამას ხასუსვალ ხოლმე, იმიტომ რომ დიპლომი არ მაქვს. იმედია ხუმრობად მიიღებთ და არ ჩამით რა. ვაუ, არ მომწეს დიპლომი, არახან მაგის ღირსიო ეგდე მათ შენთვისო. ხო, ნუ ეს ხუმრობი.
ну ეხლა რაღაცას ხონა მოვებღაუჭობ, თავი ხონა გავიმხნეო. ხო, ესე იგი და აი ის ამბობს ესე რომ ის რო გახდა მღვდელი პირველად გააკეთა მის ცნობიერებაში აღიბეჭდა ქრისტე როგორც მოძღვარი და მთელი ცხოვრება მას ბაძავდა. მთელი ცხოვრება მას ბაძავდა. და გახდა ის ვინც გახდა. აი ქრისტეს სიტყვები იოანეს მეათე თავი. მე ვარ მწყემსი კეთილი. წყემს მან კეთილმა სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ანუ მოძღვრის სახეა. ფაქტობრივად მთელი მეათე თავი ამით ამგვარი სიტყვებით არის გაჟღენთილი. აი კარგად წაიკითხეთ და ნახეთ როგორი მოძღვარია ქრისტე და როგორ მაგალითს იძლევა. ასევე იოანეს მე-13 თავში გახსოვთ ფეხებს რო დაბანს თავის მოწაფეებს და რას ეუბნება მერე. რამე თუ სახე მიგეც თქვენ, ანუ მაგალითი მიგეც თქვენ, რაითა ვითარცა ესე მე გიყავთ თქვენ, ეგრეთვე თქვენცა ყოფდეთ. ანუ როგორც მე გავაკეთე, ის თქვენც ესე აკეთებდეთ. ფილიპელთან მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული მეორე თავში ამბობს: ესე ზრახვა იზრახებოდნენ თქვენ შორის, რომელცა იგი ქრისტე იესოს მიერ. ანუ რას ნიშნავს? როგორც ჩვენი უფალი იესო ქრისტე ფიქრობდა, აზროვნებდა, საუბრობდა, ეთყველებდა, გესმის, ხედავდა, ხო? აი ზუსტად ეგრე უნდა იყოს თქვენც. და იოანე მოციქულიც ამბობს, რომ თუ შენ გინდა ქრისტიანი იყო, როგორც ის ცხოვრობდა, ისე უნდა ცხოვრობდე. სიტყვა ესეთია, ვიდოდა, როგორც ის ვიდოდა, ანუ როგორც ის დადიოდა, შენ ისე უნდა დადიოდე. ანუ სიარულში აქ იგულისხმება ცხოვრება. ანუ ქრისტიანი პირდაპირ მაგალითად ყველა ქრისტიანი, რა თქმა უნდა, და განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, სამღვდელო დასის, იმიტომ რომ ისინი სახენი არიან პირდაპირ უშუალო სახენი არიან ქრისტეს. ერთი ნიუანსია კიდევ რომ ეს ჩვენ პავლე მოციქულიდანაც ვიცით რომ სულიწმინდა როგორც მადლის მომცემი, საღვთო მადლის მომნიჭებელი სულიწმინდა ის ადამიანებში ნაწილდება, ადამიანებში ანაწილებს სხვადასხვა ნიჭებს და მოძღვრობა არის ერთ-ერთი ნიჭი. ამიტომ აი საბერძნეთში რატომ არის ეს? ადამიანს აქვს გულმხურვალე სიყვარული ღმერთისა და განსაკუთრებულად ეს ვლინდება იმაში რომ მას ძალიან უყვარს ღვთისმსახურება. წირვა და მთელი არსებით თავის არსებას უძღვნის ამას. მაგრამ ან ნიჭი აქვს ამ გულმხურვალე, მაგრამ მსახურებისა, მაგრამ მას შეიძლება რომ არ ქონდეს ნიჭი მოძღვრობის. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ სულიწმინდა ანაწილებს ნიჭებს. აი მაგალითად შეიძლება ადამიანს ჰქონდეს კარგი, თქვათ, იყოს მათემატიკოსი ან ფიზიკოსი და ან ქართულიანი სპეციალისტი და საოცარი მეცნიერი დადგეს. მთელი თავისი არსება მიუძღვნას მეცნიერებას ამა თუ იმ დარგში, მაგრამ ორი სიტყვა ვერ გასწავლოს. ხო პედაგოგად არ ვარ და ხო შეიძლება ეგ. მაგის მაგალითები არსებობს და ვიცი და გაგვიგია. აი საბერძნეთში ეს რადგან იციან, ამიტომ გაყვეს ეს. და და აი აქ მაგალითად ეხლა ძალიან კარგად ჩანს, რომ მოძღვრობა არის ღვთის მოწოდება. ანუ ეს არის ნიჭი ღვთისაგან, რომელიც შეიძლება მღვდელს არ ქონდეს. ოღონდ ჩვენს ეკლესიაში გინდა არ გინდა უნდა გქონდეს. თუ ბიჭი ხარ არ აკავს. აი ნახეთ როგორი სიტყვებია, არა თქვენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ თქვენ, რათა თქვენ წარხვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ. თუ მღვდელი ავტომატურად, როცა მღვდელი ავტომატურად ხდება მოძღვარი და ისეთ ტვირთს ავკიდებთ, რისი ტვირთვის ზიდვის უნარი მას არ აქვს. მაშინ და თუ ვერ ზიდა, მაშინ მას ეკრება პრობლემები უკვე. ანუ ჩვენ მას ისეთი რაღაცის, ისეთ ტვირთს ვაძებთ, რომელსაც ის ვერ წევს და პრობლემები ექნება და ეს პრობლემები ბევრ რამეს შეიძლება გამოვლინდეს უკვე. მათ შორის ისეთ საქციელებში, რომელიც მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს სამღვდელო დასისათვის. იმიტომ რომ აქაც პრინციპში რაღაც გარკვეული მოუწესრიგებლობა არის. ან შეიძლება ისეთ რამე ასწავლოს ადამიანს, რომ ესე იგი ქრისტე იქით იყოს და ის იქით გაუშვას. იმიტომ რომ შეიძლება იცოდეს და ვერ გადმოსცეს. ვთქვათ ეს მრევლი ყოველთვის ადეკვატურად ვერ იგებს. აი მაგალითად ჩემი ნათქვამი სიტყვა მართალია შეიძლება გაუკუღმართებულად მithქვია და ალოგიკურად მithქვია და მაგრამ მე მქონია ეგეთ შემთხვევები რომ მე მithქვია რაღაცა და ეს წასულა და მოსულა ჩემთან მართლა მე არ მithქვია კაცო. არა ეს არ მithქვია კაცო ეგ. ანუ გესმით ეს სერიოზული პრობლემაა და მით უმეტეს თუ რაღაც არასწორად ათქვი. მთლად. ანუ ეს არის ნიჭი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თქვა ადამიანს ნიჭი აქვს. ეს არ არის საკმარისი. მან მერე საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს. თუ ადამიანს მოძღვრობის ნიჭიც აქვს, მაშინ ხდება ესეთი რაღაც, როცა ადამიანზე მოხდება ხელდასხმა, სამღვდელო და
გარდამოვა მასზე მადლის სულისა წმინდისა, რომელიც მის ნაკლულევანებებს აღავსებს, ხო? რაც ნაკლი აქვს ადამიანს, რომელიც ჭირდება მას სამღვდელო მსახურებაში, სულიწმინდა აღავსებს ამას. მას ეძლევა ორი ნიჭი, ეს არის მღვდელმსახურების აღსრულებისა, მაგალითად ევქარისტიული მსახურებისა, წირვისა და მეორე მოძღვრობისა. ოღონდ პირველი ნიჭი ეძლევა ეგრევე სრულად, აი დღეს ხელი დაასხეს. ხვალე დადგებოდა წირავს. იქ არანაირი მონათლავს და ასე შემდეგ. არანაირი დანაკლისი არ არის. მაგრამ ეს მეორე ნიჭი მოძღვრობისა, თუ მას ეს ნიჭი აქვს, ეძლევა მხოლოდ და მხოლოდ ნიჭად ეძლევა, მაგრამ ეძლევა ჩანასახის მდგომარეობაში. ჩანასახის მდგომარეობაში. და მას ჭირდება აღორძინება. თუ ეს აღორძინება არ მოხდა, მაშინ ეს ნიჭი გინდიცემია გინდა რა. და აღორძინება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საკუთარ თავზე იმუშავებს. ამიტომ მოძღვარი არ უნდა არსებობდეს. მისი ცხოვრების არც ერთი დღე სწავლის, წიგნის სწავლის და საკუთარ თავზე შრომის გარეშე. ანუ სწავლა ვინ თქვა? ლენინმა ვაიმე. ესე იგი პირდაპირ ჩვენ უნდა აღვასრულოთ ეს მღვდლებმა. იმიტომ რომ და სწავლა სიბერემდეო, ნუ. სხვანაირად არაფერი არ გამოვა. რატომ? იმიტომ რომ ჯერ ერთი ის რაც დაწერილა აქამდე, იმას არ ეყოფა რამდენიმე ათეული სიცოცხლე. არათუ ერთი, ეგ ერთი. და მეორე ის რაც დაწერილა ხო არის, მაგრამ ქრისტიანობა ამაზე კი არ ჩერდება. ყოველ დღე ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია. ყოველ დღე რაღაც ახალი ემატება. ახალი გამოცდილება, ახალი ცოდნა, ახალი ინფორმაცია, ახალი რეალიები, ახალი სულისკვეთება სამყაროში და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვიცოდეთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ არა მენტალურად იმდენად, არამედ შინაგანი განცდით და ამას ჭირდება სულ მუშაობა, სულ სწავლა და სწავლა. აი ესე. ამიტომ საკუთარ თავზე მუშაობა. ეხლა მუშაობაში მარტო ინტელექტუალური განათლება კი არ შედის და როცა ვამბობ მე სწავლას არ გულისხმობ საღვთისმეტყველო ლიტერატურის ან ასკეტური ლიტერატურის გადაკითხვა, გადმოკითხვას, დაკონსპექტებას და ამ შემდეგ. გულისხმობ ქრისტიანობა პრაქტიკული მეცნიერებაა. გულისხმობ, აი როგორც მაგალითად შეიძლება რომ მაგალითად სპორტის აკადემიაში ისწავლო და ისწავლო ჭოკით ხტომა თეორიულად. აგეცინათ, იმიტომ რომ შეიძლება სიგრძეში ხტომა თეორიულად ისწავლო და ცოტათი მაინც გადახტე, მაგრამ ჭოკით ხტომა ნამდვილად უნდა მოსინჯო რამდენჯერმე, თორე ნამდვილად ვერ გადახტები, ცოტათი მაინც კი. ხო. ესე პრაქტიკაა საჭირო. ანუ თან უნდა იმეცადინო, ესე უნდაო და თან აუცილებლად უნდა, ესე იგი, პრაქტიკულად აკეთო ეს საქმე. თორე არაფერი არ გამბობა. ესევია ქრისტიანობაშიც. და ერთ-ერთი რაც ყველაზე მთავარია ამ შემთხვევაში, ეს არის მოძღვრობის მომზადებაში, არის სიმდაბლე. რა არის სიმდაბლე? სიმდაბლე არის თვისება, რომელსაც პირდაპირ თქვა ქრისტემ, რომ ჩემგან ისწავლეთ. ანუ ეს არის საღვთო თვისება, ეს არ არის უბრალოდ ადამიანის თავის დაღუნვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ეს არ არის. სიმდაბლე ეს არის საკუთარი თავის ადეკვატური აღქმა. ეხლა ეს ძალიან ღრმა თემაა, ჩვენ ამაზე ბევრ ვისაუბრეთ, ეხლა ეს ამას ჩაუღმავდა, ჩვენ უსმენ დავტოვოთ ეს თემა მოძღვრობის და წავიდეთ სიმდაბლისკენ. ესე არ გვაწყენდა კაცმა რო თქვას, მაგრამ ნუ აღარ ესე გადაგვიწყვიტეს მოძღვრობაზე ისაუბრეთო. ეს არის გადარჩენის, ანუ მარადიული სიცოცხლის სათვის, მაშინი მარადიული სიცოცხლეში შესვლისათვის ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი პირობა სიმდაბლე. და აი კიდე რატო ვუსვავ ხა სიმდაბლე არ არის უბრალოდ თავდაბალი ადამიანი. ეს არა, ეს სხვა რაღაცა არის. სხვა რაღაცა არის. ეს არის კიდე ვიმბობ საფრთხო სათნოება, რომელიც საფრთხო ენერგიის მატარებელია, რომელიც უშუალოდ ჩემგან ისწავლეთ, ქრისტიანობის სახარებაში. ჩემგან ისწავლეთ რას ნიშნავს? აი ვიზუალურად წარმოვიდგინო ქრისტეს სახარებას ვკითხულობ, აი ესე იქცეოდა, ახლა ეს არა. ჩემგან ისწავლეთ, ამას ადამიანი რო ამბობდეს, ჩემგან ისწავლეთ კი. რადგან ამას განკაცებული ღმერთი ამბობს, რომ ჩემგან ისწავლეთ, ეს ნიშნავს, რომ მე უნდა მოვიხვეჭო ის ენერგია, რომელიც ღმერთშია, ჩემში უნდა შემოვიდეს. ანუ ვეზიარო საფრთხო ენერგიას და მხოლოდ ამით შევძლებ მე სიმდაბლის სწავლას. ამას ნიშნავს, რომ ღმერთი მასწავლის, თორე ეგ თეორიულად ადამიანი მასწავლის. და აი ნახეთ,
ამასთან დაკავშირებით მინდა წმინდა სიმონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვა, ეს არის მისი 31 სიტყვა და ყველას ურჩევ ამ მოძღვრის გაცნობას სიმონ ახალი ღვთისმეტყველი. აი ესეთ რამეს ამბობს. თუ ამაყი ანუ სიმდაბლე, რატო არის სიმდაბლე მნიშვნელოვანი ამ სიტყვებიდან გამოჩნდება? თუ ამაყი და საკუთარი თავის ვერ შემცნობელი. ვერ შემცნობელი რა არის საკუთარი თავის შეცნობა? როცა საკუთარ თავში ხედავ, რომ საკუთარ თავში ხედავ ადამიანის დაცემულობას. ადამიანის შვილები ხო ვართ? და ადამი რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ცოდვით დაცემის მერე. რა მდგომარეობა ეს? მას არ აქვს უნარი. უნდა და არ უნდაზე არ არის. მოინდომებს და ვერ მოინდომებს და არა. მას უბრალოდ უნარი არ აქვს. უნარი არ აქვს ღმერთთან ყოფობის. აი მაგალითად მეკითხებიან ხოლმე, მამო, აი ესა და ეს ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ათეისტი ან სხვა სარწმუნოების წარმომადგენელი, მაგრამ კეთილშობილი ძალიან სამოთხეში ვერ შევა? მე ხანდახან ამასითაც მითხრა ერთმა კაი ბავშვი იყო ის ძალიან. ერთმა მოძღვარს ვკითხე რომ მითხრა რომ ათეისტი თუ ძალიან კეთილშობილია, სამოთხეში შევა. ათეისტი. მე წავედი მეორე მოძღვარს ვკითხეო. და მეორე მოძღვარმა მითხრა რომ რაც უნდა ძალიან კეთილი იყოს, სამოთხეში ვერ შევაო. ოდე ახლა მესამე არჩევანი მე მეკითხება რა და. უთხარი. თუმცა ესეთი მოძღვრები ყავს რომელმაც იციან სამოთხეში ვინ შევა, ვინ არ შევა, ჩემთან რაღაც მოდიხარ. მე მაგი არ ვიცი მეთქი. სამოთხეში ვინ შევა, ვინ არ შევა, ეს არ არის ჩემი ასე საშინელი სიტყვა, რომ პრეროგატივა. რას ნიშნავს პრეროგატივა? რა უბედური სიტყვაა. ქართულად როგორ აღდგება? ჰა? ჩემი კომპეტენციაც არ არის ქართულად მიშველე. უფლება ეგრე, ინგლისური სპეციალისტია და ქართული ჩვენზე კარგად იცის. ესე იგი, არ არის ჩემი უფლება მოსილება, მე თქვა ვინ შევა სამოთხეში, ვინ არ შევა სამოთხეში. მე არ ვიცი მეთქი, ვინ შევა სამოთხეში და ვინ არ. ამიტომ ისე 50-50-ია, იმან თქვა შევა, იმან თქვა არ შევა. მაგრამ ეს სხვა კითხვას დაგისხვა მეთქი შენ. აი ესა და ეს ადამიანი არის ძალიან ძლიერი ფიზიკურად და საოცარი ფილტვები აქვს ამ ადამიანს. ძლიერი ფილტვები აქვს და რადგან ესეთი მაგარია, წყლის ქვეშ ცხოვრობს. ვერაო, და მეთქი აი საქმე იმაშია შვილო რომ როცა ჩვენ საუბრობთ სამოთხეზე, არ ვიცით ეს რა არის. არ ვიცით და საუბრობთ რეალიაზე, რომელიც არ ვიცით რა არის. და ადამიანის ზნეობით საზღვრავთ, ეს ადამიანი ზნეობის მიხედვით ვიგებთ, აი თუ ზნეობრივია იცხოვრებს, თუ უზნეოა ვერ იცხოვრებს. მაგრამ რაც არ უნდა ძლიერი ფილტვები გქონდეს, წყლის ქვეშ ვერ იცხოვრებ. რა რეალობაზე ლაპარაკობ? ეგება ის სამოთხე ისეთი რეალობაა, სადაც სხვა რაღა ლაყუჩებია საჭირო, კაცო, არ არის საჭირო საკმარისი ფილტვები. ლაყუჩები გვინდა. შეიძლება ძალიან სუსტი ფილტვები გქონდეს, მაგრამ ლაყუჩები თუ გაგიცხოვრებ წყლის ქვეშ. გესმის? აი ამაშია საქმე. ამიტომ ჩვენ საკუთარი თავის ვერ შეცნობა ნიშნავს, რომ ვერ ხვდები, რომ იღუპები. ვერ ხვდები, რომ სამოთხის გარეშე რჩები. ვერ ხვდები, რომ წარწყნედი შვილი ხარ. ცუდი სიტყვები ვთქვი ეს, მაგრამ ამ ეს უნდა დაინახოს ადამიანმა, ადამიანის მდგომარეობა. ანუ ეს ნიშნავს, რომ არსობრივი თვალსაზრისით ადამიანი არის არარაობა. თუ ვინმეს ეჭვებარება დავიწყებ. ხორცი და ძვალი ჩვენი არის თუ არა არარაობა, როცა ის მოკვდება. არა? არ გინახავთ მიცვალებული. მე ექსგუმაციაც მინახავს. ეს არის სული არარაობა, არაფერი არ არის. ეს არის კატასტროფა. ხორცი და ძვლის თვალსაზრისით ადამიანი არის არარაობა. სული აი მე ყველას ურჩევ რომ საკუთარი სული კარგად დაინახოს და როგორ იქცევა ჩვენი სული, როდესაც თქვათ, ანუ თუ ჩვენ უმაღლეს ეტალონად ჩავთვლით ის, რასაც ღმერთი ჩვენგან ითხოვს და მე ჩვენი შინაგან მოძრაობებს მას შევადრით, კატასტროფა ხდება ჩვენ სულში. ის გაცილებით უარეს მდგომარეობაში ვიდრე ხორცი და ძვალი. ანუ არსობრივი თვალსაზრისით თუ ადამიანმა ესე იგი ვერ შეძლო მარადისობაში შესვლა, ის არარაობად იქცევა. და ამას ჭირდება დანახვა ესე თვალით არ ჩანს, იმიტომ რომ თვალით რა ჩანს, იცი? რა კაი ტიპი ხარ, რა, თეოდორე, გენაცვალე, რა მაგარი აგაგაჩინა ღმერთმა ეს, ნახე. ესეთი არის ადამიანის სამწუხაროდ. და აი კვლავ ვაგზელებ ამ დიდი ადამიანია სიმონ ახალი ღვთისმეტყველი და მის სიტყვებს. თუ ამაყი და საკუთარი თავის ვერ შემცნობელი ადამიანი კიდევ
სხვათა სწავლას და დამოძღვრას და ციტას ამბობს, სხვათა სწავლას და დამოძღვრას მიეჩვევაო. ასეთი ადამიანი უკვე დასრულებული მკვდარიაო. ეცება ცუდად თარგმნე, законченный мертвец, რუსულად ესე იყო და ქართულად მე მესმის, რომ თლაც ზუსტი თარგმანი არ არის, დასრულებული მკვდარი არ, ალბათ შეუქცევადი მკვდარი არ, რაღაც ესეთი რა, გადაწყვეტილი მკვდარია უკვე. რომელსაც ექიმი უკვე აღარ ესაჭიროება. ეხლა წარმოგიდგენიათ, მე მღვდელი, ვარ ამაყი, საკუთარი თავი მგონია წაღარო ვთქვი რა, გაჩნდა ღმერთმა ეს ახარ, რა ტიპი ხარ და სხვათა სწავლებას მივეჩვიე. იმიტომ რომ მღვდელი ვარ და დამავალეს, ასწავლოს ხებსო. გუშინ ხელი დამასხეს, გუშინ. ცხოვრებაში არაფერი მინახავს აბსოლუტურად. ქუჩაც კი არ მინახავს. უცებ ხელი დამასხეს დღეს ხვალდილას მივედი და დამესიენ, აბა მამაო, გითხარით როგორ ვქნათ და როგორ ვიცხოვროთ და ცხოვრება როგორ მოვაწყო და დავიწყე დამოძღვრა. გესმით რა პრობლემის წინაშე ვდგები. და მივეჩვიე ამას. ხალხი კიდე სამწუხაროდ ჭრელია და ზოგმა ეს ჩემი სულელური სიტყვები ჭეშმარიტებად აღიქვა და მე შემექונה პრობლემა, იმიტომ რომ მე მგონია უკვე რომ მე ჩემი სიტყვა და ღვთის სიტყვა ხმაერისა, ხმას თეოდორესი და ხმაღვთისა და ერთ იგივეა და მივეჩვიე ამას და ესეთი ადამიანი დასრულებული მკვდარიაო და მას ექიმი უკვე აღარ ესაჭიროება. ეს ნიშნავს რომ მე თუ ამ გზაზე დავდექი, რომ სხვა უნდა მომისმინოს და ჩემ ვალდებულებად მეწერება მე და უფალი მეუნება რომ ჩემი სიყვარული მხოლოდ მაშინ გამოვლინდება შენში თუ ჩემს სამწყოს დამწყსიო, მაშინ მეკეთილი უნდა ვინებო და ვისწავლო სიმდაბლეში ცხოვრება. და სიმდაბლე რომ ვისწავლო, აი ამას ჭირდება ძალიან სერიოზული ჩაღრმავება სულიერ ცხოვრებაში და მოკლედ ვიტყვი, აუცილებლად ჭირდება ღმერთის გასწავლა. თუ ღმერთი არ გაიცანი, მაშინ მისგან ვერ ისწავლე. მან უნდა გასწავლოს, ისწავლეთ ჩემგან მშვიდვარ და მდაბალ გულით. თუ ქრისტემ არ გასწავლა და როგორ მასწავლის ქრისტე, თუ არ ვიცნო. აი მაგალითად, აი ოთო როგორ უნდა მასწავლოს, თუ მე ოთოს არ ვიცნო. უნდა მასწავლოს, მაშინ ვისწავლე, მაშინ როცა მე მას ვიცნო. და რომელიმე ჩვენთაგან შეუძლია აიწიოს ხელი და თქვას, რომ მე ვიცნობ ქრისტეს, აბა დამანახეთ ესე. თუ მომეჩვენა. კიდე კაი გამახსენდა რომ ცუდად ხედავ. და არ მიკეთია რა სიტასკასება კარგად დავინახავ. ხო, ეს გავითვალისწინე. ასევე ჩვენ თუ გვინდა რომ მოძღვრობა უნდა ვისწავლოთ სიმდაბლე. ანუ გავიცნოთ ქრისტე, რომელიც გვასწავლის სიმდაბლეს. და ქრისტე როგორ გავიცნოთ? ეს არის უკვე რასაც ის ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება ქვია, ნამდვილი ლოცვა ქვია, ის სიხასტური განწყობა. ანუ საკუთარ თავში ჩაღმავების, უფალთან ერთად მყუდროების, გარინდების, სიჩუმის მდგომარეობა, სადაც როგორც ოდნავი სიო და ჩქამი, როგორც ელია წინასწარმეტყველს გამოეცხადა, ისე გვეჩურჩულება უფალი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა სულ რაც აქ მოვედი, სულ მოძღვრებს, ესე იგი, ვაკნინებ და ამცრობ და ესე იგი, ლამის ეკლესიის წინააღმდეგ გამოვედი, ეს არის ერთი მხარე, მაგრამ არის მეორე მხარე. და ეს მეორე მხარე არის მეორე მხარე არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ აი ამ სწორ შეფასებაში ერთის მხრივ მოძღვრობისა არ ავწდეთ გზას. მოძღვრობის არსის გაგება შეუძლებელია მოძღვრობის არსის გაგება. ესე შეგაშინათ კაცო რა ხდება. მოძღვრობის არსის გაგება შეუძლებელია სიღრმისეული ეკლესიოლოგიური აზროვნების გარეშე. სიღრმისეული ეკლესიოლოგიური აზროვნება. რატო? იმიტომ რომ აი როგორც მაგალითად შეიძლება თუ არა ადამიანმა გაიგოს ექიმობის ინსტიტუტი, თუ მან არ იცის ზოგადად არ ჩაიხედა მედიცინაში. გასმის ვერ გაიგებს, იქ უამრავ ნიუანს და ვერ გაიგებ მოძღვრობის არსს, თუ ეკლესიოლოგიური აზროვნება არ აქვს, იმიტომ რომ მოძღვრობის ინსტიტუტი ეს არის განუყოფელი რეალობა იმ ინსტიტუციისაგან, რომელსაც ეკლესია ქვია და ეკლესია თავისთავად არის დიდი საიდუმლოება, იმიტომ რომ ის არის ქრისტეს მისტიური სხეული. და
და პლუს თვითონ მღვდლობა ეკლესიაში ეს არის ერთ-ერთი საიდუმლოება. ჩვენ ვიცით რომ ეკლესიაში არის 7 საიდუმლოება, ღვთისმეტყველება ესე გვასწავლის, ერთ-ერთი საიდუმლოება ეს არის მღვდლობა და შესაბამისად მოძღვრობაც. და რატომ? იმიტომ რომ ეს არის რადგან საიდუმლოება უბრალოდ ეს არის მადლის მიერი რა არის საიდუმლოება? ეს არის ადამიანისა და მადლის, ანუ საღვთო მადლის ერთობლივი მოქმედება. და საიდუმლოებად იწოდება არა იმიტომ რომ ჩვენ რამეს გვიმალავს ეკლესია, არამედ იმიტომ რომ თვალით მადლი არ აჩანს. ჩანს მარტო გარეგანი ქმედება. და თვალით მადლი არ ჩანს, ამიტომ ჩემთვის დაფარულია. მე მას თვალით ვერ დავინახავ. ამიტომ იწოდება ეს საიდუმლოება და არა იმიტომ რომ რაღაცას გვიმალავს ეკლესია. და რადგან მღვდლობა და მოძღვრობა საიდუმლოებაა, ანუ საღვთო მადლის, საღვთო ენერგიის, ანუ ღმერთის, ცოცხალი ღმერთის მოქმედება, ამიტომ უკვე აქედანაც ლოგიკურადაც ჩანს, რომ მღვდლის პირადი, მოძღვრის პიროვნული თვისებები მეორე ხარისხოვანია. ანუ ის მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე ხარისხოვანია. რატომ არის მეორე ხარისხოვანი? იმიტომ რომ სადაც ღმერთი მოქმედებს თავისი ძალმოსილებით, იქ ადამიანის ნებისმიერი კარგი თუ ცუდიც მეორე ხარისხოვანია. რატომ? იმიტომ რომ ღმერთს შეუძლია არათუ უღირსი მღვდლის, არამედ ღმერთს შეუძლია ცხოველების მიერაც იმოქმედოს. წარმართი. ბიბლიური მაგალითები მინდა მოვიყვანო. წარმართების ქურუმი, ბალაამი გადაწყვეტს რომ დაწყევლოს ისრაელიერი. გარდავა წერია, მასზე გადავიდა სულიწმინდა და დაიწყო დალოცვა. კაიაფამ ერთ-ერთი მღვდელი, რომელმაც ქრისტეს ჯვარს აცვა. იგი კლავს ქრისტეს, მაგრამ ისი ბაგეებით მეტყველებს სულიწმინდა, როცა ამბობს რომ ერთი კაცი ჯობია მოკვდეს, იმისათვის რომ მთელი ხალხი გადარჩეს. ანუ ის რაც ქრისტეში მოხდა. ძველი აღთქმის კიდობანი, რომელიც ხარებს მიაქვს და საღვთო განგებულებით ხარებს მიაქვს იქ, სადაც უნდა წაიღო. ბალაამის ვირი, რომელიც ბალაამს არ ესმის და ესე იგი იქ ანგელოს ადამიანი ვერ ხედავს და ვირი ხედავს და ბოლოს რო ეს ცემს წადიო მოუტრიალდებოდა კაცო რას მერჩიო და ვირი ეტყვის ადამიანური ენაზე. აგესმით ღმერთს თუ სურს ქლანიც აღაღადებიან. ღმერთს თუ სურს ცხოველების საშუალებით იმოქმედებს. ღმერთს თუ სურს ნებისმიერი უღირსი მოძღვრისა და მღვდლის საშუალებით იმოქმედებს. მაგრამ ეს მოძღვრის პასუხისმგებლობას კი არ ხსნის. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ თუ ჩვენ ისეთ და უფალიც ამბობს, როდესაც ხედავ რომ თქვათ ისეთი ხარისხის არ არის ის მღვდელმსახური მის ცხოვრებას ნუ მიბაძავ, მაგრამ რასაც გეტყვით ის გაიგონეთ. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ მღვდლის სამღვდელო და მოძღვრობის მადლი, რომელიც საიდუმლოებაა, რომ მოძღვრების პიროვნულ თვისებებზე იყოს მხოლოდ დამოკიდებული, ნუ მე სხვა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ უკვე დაქცეულები ვიქნებოდით ბოლომდე რაღაც. ჩვენ აღარ ვიარსებებდით. ჩვენ ქვეყანაზე ვამბობ. მაგრამ მოქმედებს ღმერთი. ჩვენს ნაკლს ის აღავსებს. მაგრამ ეს ჩემთვის არ არის მაცხოვნებელი და რა თქმა უნდა ვაკლებ მე საბოლოო ჯამში ეკლესიასაც. აი თქვათ, მოდი ესე ვთქვათ, მე ჩემი ამპარტავნული გონებით ჩავთვალე რომ აი ეს მღვდელი ან ის ვიღაცა არ არის ღირსეული. იმიტომ რომ ცუდად იქცევა, არ მომწონს მის საქციელი. მე მას ისევე მოწიწებით ვეამბორები, მე მღვდელი ვარ, ხო? აი სხვა მღვდელი, რომელიც არ მომწონს, თუ ცუდად იქცევა. მართლა ესე კი არ იქცევა. მე ვთვლი ასე, მე ხო ამაყიდა ამპარტავანი კაცო და ჩავთვალე, განვიკითხე რომ ეს უნდა იყოს მას მღვდელი, როგორ იქცევა კაცო. მაგრამ შინაგანი ეს ბობოქრობა მაქვს. არ ვთვლი რომ ის სწორად იქცევა, კარგად იქცევა, პირიქით ვთვლი რომ ცუდად იქცევა, ასე. მიუხედავად ამისა, როდესაც მე ესეთ ადამიანს ხვდები, მთელი გულწრფელობით, უდიდესი მოწიწებით ვეამბორები ხელზე. იმიტომ რომ მე მასში სამღვდელო იერარქიას უდიდეს პატივს ვცემ, მე ვიცი ეს რა არის. ეს რა ფენომენია, ეს როგორ ჩვენში სამღვდელო იერარქია, სამღვდელო მადლი მოქმედებს ჩვენი პიროვნებისგან დამოუკიდებლად. და ამას ძალიან ხშირად გზნობს მღვდელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ესეთ მღვდელს შემიძლია ახსარებას კი უთხრა. და მის სიტყვას ყურადღებას მივაქცე. ოღონდ უნდა გეყოს სიბრძნე რომ მიხვდე, სად გითხრა ღვთაებრივი და სად გითხრა ადამიანური სისულელი. ესეც უნდა განსაზღვრო. ამას ჭირდება შენი მხრიდან თვითონ მომზადება. შენ უნდა იყო, შენ არ შეიძლება იყო ბრმა იარაღი, შენ უნდა იყო
ჭურჭელი სულიწმინდის. მოძღვრის მსახურება ლოცვითი მსახურებაა. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. სიტყვის მსახურება, ღვთის სიტყვას დიდი ძალა აქვს, შეყვრისა და გახსნის. მისი ქმედება, სიტყვა და ქმედება ერთად შერწყმული საოცარ ძალმოსილებას ატარებს. და განსაკუთრებულად ძალიან მნიშვნელოვანია ლიტურგიკული მსახურება. და ეს ლოცვითი მსახურება, მისი გუნდხურვალე დამოკიდებულება ღმერთისადმი და ღმერთის ძიებაში მისი თავგანწირვა ყველაზე მეტად უნდა ვლინდებოდეს ლიტურგიკულ მსახურებაში, სადაც 2 და 3 ვიკრიბებით ღვთისაძიებლად და განსაკუთრებულად ევქარისტიულ მსახურებაში. ესეთი გამოთქმა არსებობს, ძველი ქართული გამოთქმა, მღვდელი ჭილოვში იცნობაო, გაიგიათ ალბათ. ანუ დასასველი რომელთა ჭილოფი შემოახვიო, მაინც მიხვდები რომ ის მღვდელია. ჩვენ თუ ამას უფრო ეს საღვთისმეტყველო იერსახეს მივცემთ, შეიძლება ესე ვთქვათ, მღვდელი ლიტურგიის დროს, ევქარისტიული მსახურების დროს, ანუ მადლიერების მსახურება ქვია, ევქარისტიული მსახურება წირვა იგივე იცნობა. იქ არის მთელი თავისი სისავსით, რაც ღმერთმა მიანიჭა იქ და თუ იქ არის პრობლემა, მაშინ არის პრობლემა ყველგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ როდესაც ვთქვათ ჩვენ ვეძებთ მოძღვარს, ამას ამბობს ახლა ყველა ნებისმიერი ავტორიტეტი ეკლესიისა, დღესაც კი ცოცხლები რომლებიც საუბრობენ, ყველა ამბობენ მოძღვარი უნდა ვეძებოთ. ისე როგორც ექიმი უნდა ვეძებოთ, პატარა თუ გაგისივდა შეიძლება პოლიკლინიკის ექიმთან მიხვიდე იქ უბანში, მაგრამ თუ გული აღტკივდა რა, ნებისმიერ ექიმთან ხო არ მიხვალ, ხო? ეცდები მოძებნო ის ექიმი, ვისაც შენ საკუთარ გულს ანდობ. მოძღვარს სული უნდა ანდო, მოძღვარი უნდა ვეძებო. ერთ-ერთი კრიტერიუმი შეფასებისა ეს არის მისი მსახურება ევქარისტიული. იქ თუ არ არის კრძალვით, შიშით, გარინდებული და გულმხურვალებით. მაშინ სადღა უნდა იყოს ეგეთი? სადღა უნდა იყოს. ეს არის ყველაზე. იქ ქრისტესთან დგას და თუ იქ არ არის, ისეთი როგორიც უნდა იყოს, სხვაგან სად იქნება ისეთი როგორიც უნდა იყოს. აი წმინდა პეტრიანე კართაგენელის სიტყვები, მინდა ეს ძალიან დიდი მამა, რომელიც ესეთ რამეს ამბობს. რადგან უფალი და ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე თავად არის უმაღლესი მღვდელი მამა ღმერთისა. იესო ქრისტე არის მოძღვრის სახეც, მღვდლის სახეც და როცა ევქარისტიული კანონი აღესრულება, რომელი ქერუბიმთან რო იწყება. იქ სადაც მღვდელი ლოცვას კითხულობს, მე ვცდილობ ის ლოცვა ხმამაღლა წავიკითხო, რომ თქვენ გაიგოთ ხოლმე. იქ არის სწორედ ამაზე საუბარი, რომ იესო ქრისტე არის მღვდელი და ჩემი მღვდლობა მისგან არის. ის არის პირველი მღვდელი, მან შეწირა საკუთარი თავი მამა ღმერთს და ეს საიდუმლოება აღასრულა პურზე და ღვინოზეც. და აი ამას ამბობს ზუსტად. რადგან თავად უფალი ღმერთი ჩვენ იესო ქრისტე არის თავად უმაღლესი მღვდელი მამა ღმერთისა, რადგან მან მიიტანა მსხვერპლად საკუთარი თავი მამის წინაშე და ჩვენ მოსახსენებლად ყოველივე ამის აღსრულება გვიან გერძა ამას ჩემს მოსახსენებლად იქმოდითო გვეუბნება. ამიტომ ცხადზე უცხადესია, რომ მხოლოდ ნახეთ რას ამბობს, კატეგორიული იმპერატიული ტონით. ეს არის კაცი პეტრიანე კართაგენელი, რომელსაც თქვა, რომ სადაც არის ქრისტეს ეპისკოპოსი, იქ არის ეკლესია ქრისტესი, სადაც არ არის ქრისტეს ეპისკოპოსი, იქ არ არის ქრისტეს ეკლესია. ანუ მაღალ დონეზე აყენებს საუნდოლო იერარქიას, ხო? ნახეთ რას ამბობს. მხოლოდ ის მღვდელია ქრისტეს ჭეშმარიტი მემკვიდრე, რომელიც ქრისტეს მღვდელ მსახურებას ბაძავს. ქრისტეს მღვდელ მსახურების მიმბაძველი მღვდელია ჭეშმარიტი მღვდელი ქრისტეს. აქედანაც ჩანს თუ როგორ უნდა აღასრულებდეს ლიტურგიკულ და განსაკუთრებულად ევქარისტიულ მსახურებას სასულიერო პირი. ეს იმდენად თვალსაჩინო უნდა იყოს და უпростоრად გულსაჩინო შეიძლება ასე ითქვას, რომ ადამიანი, რომელიც ერიდან შემოსული ადამიანი, რომელიც ამას დაინახავს, აი ურწმუნო ადამიანი, თქვა ან მაძიებელი უпростоრად, რომელსაც არ იცის რა არის, სად არის ჭეშმარიტება და
ერთ დღეს მე არ ვიცი აქ არის თუ არა ერთი ადამიანი ახალგაზრდა იყო რომელსაც პროტესტანტული გამოცდილება აქვს პროტესტანტული ეკლესიისა და მეოთხარი შეხო ნანახი გაქვს პროტესტანტული მსახურება. ეხლა მოდი ჩვენთან ნახე მართლმადიდებლური მსახურება. შეიძლება ამით მიხვდე ყოველგვარი ფილოსოფიის გარეშე. მიხვდე სად არის ჭეშმარიტება. გესმით? და ისეთი უნდა იყოს მსახურება და ისეთი გულისხმობ რაღაც ემოციურ ეგზალტირებულ მსახურება. მე მინახია სხვათაშორის ეგზალტირებული მსახურება ძალიან მძიმე სანახავი იყო, როდესაც სულიერი მსახურების, სულიერი მდგომარეობის დეფიციტი აქვს, თქვა სასულიერო პირს. სულიერი ცხოვრების დეფიციტი აქვს სასულიერო პირს. მაგრამ ნუ წირავს და ეხლა ერთხელ წირა, ორჯერ წირა სულიერი ცეცხლის გარეშე და ნუ იცი რა ძნელია, როცა სულიერი ცეცხლი არ აქვს და რაღაცა 3 საათით გახარდა რაღაცას ამბობ ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ, 10 დაუსწრელი ცხოვრება. ეს ძალიან ტანჯველია თუ ამას არ ახლავს, თუ არ ახარ თანამონაწილე და თუ ეს მადლი შენს გვერდზე მიდის, ძალიან სერიოზული პრობლემაა. და ამიტომ ხანდახან კომპენსირება ხდება ხოლმე ეგზალტირებული მდგომარეობით. ეს არ არის ხშირი, იშვიათი შემთხვევა მოძღვრებში, იმიტომ რომ სპექტაკლებად მოძღვრება იციან რომ ეს არ შეიძლება, მაგრამ მე მინახია ეს და ძალიან მძიმე სანახავია ეგზალტირებული მსახურება მღვდლის. ეს კატასტროფაა, ამას ისე გულგრილი მსახურება ჯობია. გესმით ეს მომენტი. ამიტომ მე როცა ლაპარაკობ გულხურვალებაზე, ეგზალტირებულობას კი არ გულისხმობ. გულს გულისხმობ და გული შეიძლება მაინდამაინც არ ვლინდებოდეს, არც განსაკუთრებულ ხმაში, არც განსაკუთრებულ პომპეზურობაში. აი, გესმის, იქ არის საოცარი თან მოგზალებული მდგომარეობა და თან გულხურვალება და აი თუ ადამიანი ესე, აი მართლა ღვთის წინაშე წამდგარი მსახურობს, ამას აუცილებლად დააფიქსირებს ადამიანი, რომელიც ღმერთს ეძებს. კიდევ ერთი რამ საინტერესო, ღმერთმა მე მინდა პავლე მოციქულის ეს სიტყვები, რომელიც ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში თქვა მან პირველ თავში. ღმერთმა მომცა ჩვენ სული, აქ ლაპარაკია კვლავ მოძღვრებზე. სამღვდელო დასზე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სამღვდელოს ეხება და მოძღვრებს ეხება მთლიანად მრევლს, თითოეულ ქრისტიანს. იმიტომ რომ თითოეული ქრისტიანი თავისი არსით მაინც მღვდელია, რომელიც ყოველთვის აღასრულებს წირვას თავის გულში. თითოეული თქვენთაგანი თუ წირვას გულში არ აღასრულებს, თქვენ ქრისტიანები არ ხართ, ხოლო თუ თქვენ წირვას თქვენს გულში აღასრულებთ გულის სამსხვერპლოზე, მაშინ თქვენ მღვდლები ხართ. ოღონ ამ სიტყვის სულიერი გაგებით და პრინციპში მაცხოვნებელი თვალსაზრისით უპირატეს სწორედ სულიერი მღვდლობაა, ვიდრე გარეგანი მღვდლობა. ჩემი მღვდლობა გარეგანი მღვდლობაა და ის თუ სულიერ მღვდლობას არ ატარებს, თავის თავში ჩემთვის ეს მაცხოვნებელი არ არის. და ერისკაცი ასევე სულიერი მღვდელი უნდა იყოს. მაგრამ ახლა უშუალოდ ეს კონკრეტულად ეს სიტყვები პირდაპირ გაგებით ამ შემთხვევაში სასულიერო პირებს ეკუთვნის. ღმერთმა მოგცა ჩვენ სული ძლიერებისაი, სიყვარულისაი და სიწმინდისაი. და ეს არის 3 ნიჭი მოცემული მღვდლებზე. პირველი ნიჭი სული ძლიერებისაი. ეს ენიჭება მოძღვრის, ანუ ადამიანი, რომელიც მოძღვარია, მოძღვრის ნებელობას. მოძღვრის ნებელობა უნდა იყოს ძალიან ძლიერი. რატომ? არა თავისი ადამიანური იდების ყოფნა, მაგარი იდების ყოფიანი, არა. საღვთომადლით შეუდრეკელი ნება, რომელიც შეიძლება ასე ითქვას, თავგანწირვამდე მისულია. და ეს მერე ჩაუნერგოს თავის სულიერ შვილებს, რომ სულიერ ცხოვრებაში, როცა ჩვენ ქრისტესაკენ მივდივართ, როცა ჩვენ უნდა წარმემატოთ, მივიდოდეთ ძალითი ძალად, როგორც პავლე მოციქული ამბობს და ესე იგი მადლზე უნდა გვემატებოდეს. როცა უკან არ უნდა ვიხედებოდეთ და წინ ქრისტეს მივწვდებოდეთ, ასე ცხოვრებაში არც ერთი ნაბიჯი უკან, არც ერთი ტაქტიკური უკან დახევა არ უნდა ეკადრებოდეს ქრისტიანს. ამას სჭირდება უკიდურესად ძლიერი ნებელობა. მაგრამ ეს ნებელობა ადამიანს არ აქვს. ეს არის ნიჭი. ამ ნიჭს პავლე მოციქული გვერდმა გაძლევს ღმერთი. თავარი ეს ნიჭი მერე შეინარჩუნ. ეს პირველი. მეორე ეს არის სული სიყვარულისაი და ეს ენიჭება ადამიანის გულს. ჩვენს გრძნობებს. გესმით? ნებელობას, ეხლა ეს გრძნობებს. ადამიანს ნამდვილი სიყვარული არ შეუძლია, თუ ის ღვთის მადლის მატარებელი არ იქნა. და რა თქმა უნდა, მოძღვრის სიყვარული იდეალი არის ქრისტეს სიყვარული ადამიანებისადმი. როგორია ქრისტეს სიყვარული ადამიანებისადმი? ეს არის ასეთი სიყვარული. კოლელები არიან და მისი მკვლელები და მკვლელებზე ლოცულობს. მამაო მიუტევე, რამე თუ არ იციან რას აკეთებენ. საღვთო მადლით
ეს არის შესაძლებელი. ამიტომ ეს და აი უცებ გამახსენდა მე ადრეს გითხარით ძალიან საინტერესო ფილმია, ირლანდიური ფილმია კათოლიკე მღვდელზე, რომელსაც ამ ფილმს ქვია გოლგოთა. ნანახი გაქვთ? მე ყველას გირჩევთ რომ ეს ფილმი ნა გოლგოთას რო აკრიფავთ, ამ სახელწოდებით არის ძველი ფილმიც. ეს არის 2014 წლის ფილმია თუ 2000, ну ახალი ფილმი, აი რამდენიმე წლის ფილმია. ძალიან კარგი ფილმია, ეს ნახეთ. და ეს ფილმი იცით რატოა კარგი? წინასწარმეტყველება ჩვენს ხვალინდელ დღეზე. ეთყობა იქ უკვე ანგლიკანურ სამყაროში, ეს უკვე დაწყებულია კათოლიკურ სამყაროში. და აქ ამის გამონათებები უკვე არსებობს. აი მაგალითად, მე ერთ მაგალითს ორ მაგალითს მოგიყვებით, ოღონდ ძალიან ვთხოვ, შეიძლება ვიღაცამ ჩამითვალოს ეს ან სულმოკლეობათ, ან არ ვიცი, მაგრამ მე გულწრფელად ვამბობ, როგორც გინდა ესე ჩამითვალეთ, მე გულწრფელი ვარ თქვენ წინაშე. მაგალითად, ესეთი შემთხვევა მოხდა, ეს მღვდელი ძალიან კარგი მღვდელია და ერში საკმაოდ ვაჟკაცი ადამიანი იყო ერის ცხოვრებაში. ვაჟკაცი გულისხმობ არა რაღაც სულს შავს და რა. კაცური კაცი იყო მართლა ყველაფრით და ეხლა კარგი მღვდელია და მასთან მივიდა მისი ერთი მრევლის წევრი. და ეს მრევლის წევრი იყო საკმაოდ შეძლებული ადამიანი. მატერიალური თვალსაზრისით, ძალიან შეძლებული უბრალოდ. მატერიალური თვალსაზრისით და ეს მღვდელი, ვისაც მე ვსაუბრობ, მგონი 12 შვილი ყავს თუ რაღაცა. ვერც ამრავლოს. ხო. და ესე იგი მამო მე მინდა რაღაც საჩქარი გადმოგცეოთო რა და აი ესო ჩემგანო. და რა არის ეს მამო ეს ფეხსაცმელებია თქვენ გქონებო დიდი მადლობა რაღაცა და მე დამირეკა და მითხრა რა უნდა ვქნაო და თორე შინაგანად ეხლა თან ახალი მღვდელი იყო ალბათ ეხლა რომ მომხდარიყო მის ხორებაში ალბათ მეც აღარ დამირეკავდა ჩვენ მეგობრობთ და ახალი მღვდელი იყო ის მაშინ და ეთყობა ჯერ კიდე ის კაცული მოსდებდა და რო გახსნა ცუდი ფეხსაცმელები არ იყო იმიტომ რომ ის ძალიან დიდი ფულის კაცია მქონე კაცია და ცუდ ფეხსაცმელებს როგორ იყიდიდა მაგრამ ნახმარი იყო ეს ფეხსაცმელი მე რატომაც არა ძმებმა შეიძლება ერთმანეთს ნახმარი არაფერი პრობლემა არ არის მე ძალიან ხშირად ჩემი ძმის ფეხსაცმელიც წმია და შარვალის და ასე შემდეგ დაახლოებით ერთი ზომისანი ვარ და რაღაცა პრობლემა არ არის მაგრამ აქ დამოკიდებულებას ვამბობ რომ აი თუ შენთვის ეს ადამიანი რომელიც შენი მოძღვარია და შენს უსაბარებ დამოკიდებულება ჯანსაღია რომ შენ მას და შენ ну, მოკლედ, აი მე შემილია, მე ვერ დავიტიეს, მაგალითად, ამგვარი დამოკიდებულება მოძღვისადმი, რომ მან თავისი ნახმარი ფეხსაცმელები მისცა იმას, რა ქვია, თავის მოძღვარს და კიდევ შემთხვევა მოხდა ესეთი, კიდევ ერთ მოძღვარზე, ახლა ვისაც ვსაუბრობ, ეს არის ჩემთვის თუ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში 10 საუკეთესო მღვდელს გამოვარჩევთ, ეს მღვდელი, ვისაც ახლა მე ვლაპარაკობ, პირველ ხუთეულში ნამდვილად მოხდება. მე ძალიან მიყვარს ეს ადამიანი არის უკიდურესად საოცარი სულიერი ადამიანი, განათლებული, გულმხურვალე, კაი ქართველი მამულიშვილი, აი ყველა კარგი თვისება თუ შეიძლება კაცს მიანიჭო ქართველს და მით უმეტ სასულიერო პირს ამ ადამიანს ეკუთვნის და მოხდა ძალიან ესეთი უცნაური რაღაცა, რომ მას ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა ფინანსური დაკლაპარაკი იყო სულ ძალიან მცირე თანხაზე, აღარ ვასახელებ რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს თანხა იყო ძალიან მცირე. მაგრამ მას პრობლემა ჰქონდა, მეორე დღეს ეს თანხა უნდა ქონოდა. პრობლემა ჰქონდა, იმიტომ რომ ბერი არ არის, ოჯახი ყავს და რაღაცა და ეთყობა სადღაც ცოტა სულმოკლეობა მწაზდა და რაღაცა თქვა, რომ აი ესო საშოვნი მაქვს და მისმა სულიერმა შვილებმა ესე უთხრეს, რომ სადღაც იყვნენ წასასვლელები. აი თქვა ახლა მე მანქანა მყავდეს და თქვენ წასასვლელები იყოთ თქვა რუსთავში სიტყვაზე რა და მე უცებ თქვა რომ რაღაცა და უცებ რომ მითხრა რომ მამი არა ჩვენ მოგცემთ ამას როგორ რუსთავში ჩაგვარბეინე რა ანუ ჩვენ მოგცემთ ამ თანხას ოღონდ შენ წაგვიყვანი აქა და აქ და მეთქი ყურებს არ უჯერებ მართლა მეთქი და აი ეგრეაო და გესმით ანუ ეს არის და აი ფილმს რომ ნახავთ, იქ ფილმში არის სოფელის და ეს მღვდელი არის ამ სოფლის მოძღვარი. და ყველას მოძღვარია, ყველაზე ზრუნავს,
ყველას ცდილობს რომ დაეხმაროს, დანგრეული ოჯახები აღუდგინოს, ანუგეშოს, მოეფეროს, ახსარებას იღებს, აზიარებს, რას უზავე და როგორ გაიმეტებენ. ამ დროს იქ ჩანს უმაღლესი საეკლესიო იერარქიის უგრილობას, კატასტროფული სიტუაციაა დახატული. და აი ამას ვნახავ, რა ვიცი, მე მაგას ვფიქრობ, რომ ეს არის თუ ჩვენ რაღაცა არ შეიძლება ჩვენს ერში, ჩვენ აქამდე მივად. როგორ შეიძლება მოხდეს დემონიზაცია და ანტიქრისტეს სულით გაჟღენთვა ქრისტიანი ადამიანების. სადამდე შეიძლება ეს დავიდეს. ხო, აი ესე არის. ამიტომ გულზე ვლავდა და მესამე ეს არის სული სიწმინდისა და ეს ენიჭება ადამიანის გონებას. გონებაში არ შედის ეს ინტელექტი. გონებაში შედის ანაბიანის შინაგანი სამყარო, სულის თვალი, სულის ცენტრი, რომელიც სიწმინდე ეს არის ესე იგი ღმერთის მადლის მკვიდრობა ჩვენში და ფაქტობრივად ეს ნება, გული, გრძნობა და გონება ეს არის მთლიანი ადამიანი და ანუ ღმერთი მოძღვარს აძლევს იმ მადლს, რომელიც მთლიანად ადამიანს მოიცავს. და ეს ყველა რა თქმა უნდა ვლინდება მერე უკვე საქმეში, როცა მოძღვარს უნდა ქონდეს თავგანწირული სიყვარული მრევლისადმი და იმ ფილმში ეს კარგად ჩანს, როგორ შეიძლება ეს მოხდეს და მოძღვრის განსაკუთრებული სიახლოვე ქრისტესადმი. ქრისტესადმი ეს სიახლოვე სულ მუდამ უნდა დომინირებდეს მოძღვრის ცხოვრებაში. ძალიან საინტერესო მაგალითია ჩვენთვის მოძღვართათვის ქრისტეს საზოგადოებრივი მოღვაწეობის დაწყების წინა ეპიზოდი. ქრისტე სანამ საზოგადოებრივ მოღვაწეობას იწყებს, იქ ხდება ესეთი რაღაცა, რომ იგი ესე იგი ნათლისღების მერე გადის უდაბნოში, გახსოვთ ეს და გამოიცდება სამჯერ ეშმაკისაგან. სამი ძირითადი ვნებით, რითაც სუნთქავს კაცობრიობა. ეს არის ვნება სიამოვნებით, სიამეთ მოყვარეობისა, როცა ბედნიერება სიამოვნებაში ვეძებ, ეს არის ვნება მომხოჭელობისა, როცა ადამიანი ცდილობს, რომ ბედნიერება ეძებოს ძალაუფლებაში და ფუფუნებაში, თანხის დაგროვებაში და მესამე ეს არის ვნება სიამაყისა, პატივმოყვარეობისა. და ჩვენ კარგად გვახსოვს, ეშმაკი როგორ აცდუნებს, იცით? ეშმაკი კი არ ეუნება, რომ შენ გახდი სიამეთ მოყვარე. ეშმაკი კი არ ეუნება, რომ შენ გახდი ძალაუფლების მოყვარე. ანუ მომხოჭელი, ანუ იგივე ვერცხლის მოყვარეა. ეშმაკი სადაც ვერცხლის მოყვარეობას ნახავთ, ამას ნიშნავს. ეშმაკი კი არ ეუნება, რომ შენ გახდი ამაყი, ამპარტავანი. ეშმაკი სამივე შემთხვევაში ისე მიდის, რომ იყენებს იმ ცოდნას, რომ გრაჭირდება ქრისტეს. ქრისტეს უნდა რომ თავისი მოძღვრება გაავრცელოს. და ისე მიაქეს ყველაფერი, რომ თითქოს ეხმარება ქრისტეს. აი, შენ ეს ხო გინდა გააკეთო და აი ეს ესე მოიქეცი, ასე მოიქეცი და შენ საქმეს კარგად გააკეთებ. და ქრისტე ყველგან ეწინააღმდეგება, ოღონდ ეწინააღმდეგება არა ფიზიკური ძალით და თავის საღვთო ძალმოსილებით და ღმერთ ეშმაკმა არ იცის ეს ვინ არის, იცის რომ არ არის ჩვეულებრივი, მაგრამ ვინ არის ხო არ იცის. ამიტომ საღვთო ძალაუფლებით კი არ განახარვებს მის შებრძოლებას, არამედ წმინდა წერილის საშუალებით, ან მის ნებას, ეშმაკი თავის ნებელობას თავაზობს და იესო ქრისტე მის ნებას უპირისპირებს საღვთო ნებას პირდაპირ. იმას არ ეუბნება ჩემი ნებით გეწინააღმდეგები, თუმცა ეს ყოველდღე იგივე იქნებოდა, მაგრამ ჩვენ და სამაგალითოდ საღვთო ნები წმინდა წერილიდან მოყავს ციტატები, გაიხსენეთ. გამოსდა უდაბნოში. ეშმაკეონება ასექენი, უფალეონება არაუფალი ამბობს ასე და ასე. და ეს არის ჩვენთვის სამაგალითო. იმიტომ რომ ჩვენს ყოველ გადაწყვეტილებაში და ქმედებაში უნდა მივსდიოთ ღვთის ნებას და არა საკუთარს. იმიტომ საკუთარი ნება ძალიან ხშირად აღმოჩნდება ეშმაკის სახურებაში. ესე ძალიან მნიშვნელოვანია მოძღვრისათვის, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს იოლი არ არის. ძალიან დიდი სიფხიზლე, სიფაქიზე, ღვიძარება ჭირდება მღვდელს იმისათვის, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში და ჩვენი ეს დღის განმავლობაში იმდენჯერ ვდგებით არჩევანის წინაშე, იმიტომ რომ უამრავი ადამიანი მოდის, მოდის თავისი სიკეთით და თავის შიგნით არსებული ჯოჯოხეთით და შენ სულ ყოველთვის ვდგები არჩევანის წინაშე. ასე თქვა თუ ისე თქვა, ისე მოიქცე თუ ასე მოიქცე, ეს იფიქრო თუ ის იფიქრო, რა განიცადო, რა მიიღო, რა განაგდო, სულ არის ეს და ეს არის ძალიან რთული. პრინციპი არის ესეთი, მხოლოდ
ქრისტე როგორც მოიქცეო და ისე უნდა გააკეთო. სხვა ნებისმიერი შემთხვევა არის შენთვის წამგებიანი. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში აი რომ მოსულიყო ქრისტესთან რას ეყოდა და ამიტომ არის ხოლმე ძალიან ხშირად, როდესაც შენ ცდილობ, აი ჩემ თავზე გეტყვით, შენ ცდილობ რომ ეს გააკეთო. როგორც ქრისტე მოიქცეო და ისე მოიქცე. ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ხშირად ვაგებთ ამ ბრძოლას ჩვენი ადამიანური ზულრების გამო, სულმოკლეობის გამო, ცოდვიანობის გამო, მაგრამ ვცდილობთ რომ მაინც ვიყოთ გულწრფელნი, იმიტომ რომ სული ცხონება ხო სული ცხონება მინდა კაცო. ამიტომ არ ხვდელო, სული გადავიჩინე. და ძალიან ხშირად იქით ამ ხრიდან, ჩვენი სამრევლო ხრიდან ვაწყდებით გაუგებრობას, უნდობლობას და ეს ძალიან მტკივნეულია მოძღვრისათვის. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როდესაც მართლა გულწრფელი ხარ და მართლა ვფიქრობ, აი აგიწონია და არა, ეს არის სწორი. ეს არის მაცხოვარი ასე მოიქცეო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში და იქით ამას ვერ იღებს, იმიტომ რომ ის თulis რომ შენას ასე იმიტომ მოექეცი რომ არ გიყვარს სასტიკი ხარ, გულგრილი ხარ, არ გედარდება და ასე შემდეგ, უგულისხმურო ხარ და იქიდან უსამართლო ხარ, ხდება ხოლმე იქიდან წინააღმდეგობა. მოდის. ღმერთი განжის, რა თქმა უნდა, ვინ არის მტკვანი, ვინ არის მართალი. მაგრამ მე გეუბნები, როგორი დამოკიდებულება უნდა იყოს მოძღვრიდან და როგორ ცდილობთ ხოლმე აი ამას. და რა გამოდის მე ღმერთია გამსჯელი და როცა ფიქრობ რომ სწორედ აკეთებ უფალი ესე მოიქცეო და კონკრეტულ სიტუაციას და იქიდან ხდება გაუგებრობა, ეს რა თქმა უნდა სასიამოვნო არ არის, ნამდვილად მტკივნეულია, მაგრამ რას ვიზავ. თავარი არის უფალი რას ფიქრებს და უფალის ნება როგორი იქნება. მოძღვარს აქვს ძალიან ბევრი განსაცდელი. ეს მე ძალიან კარგად მინდა იცოდეთ. მე ჩამოგიტვით ამ განსაცდელს, დაიღალეთ. რა გენაღლებათ, აქ სიცხეში მე ვზივარ, ეს ემოციური არის. მოძღვარს აქვს ძალიან ბევრი განსაცდელი. მე რამდენიმეს ჩამოგიტვით. პირველი განსაცდელი, ეს არის ანგარება. ანგარება. ეხლა ხო ხვდებით რომ არ არის ადამიანი ანგარების გარეშე. არსებობს ადამიანი, ხელი აწევს, ვისაც ანგარება არ აქვს. არ ქნათ, მაგრამ არ დამოუყოთ, არ აიწიოთ ხელი არავინ. ადამიანი არ არსებობს ანგარების გარეშე. ეს ადამიანიდან მოგვდებს. ეხლა, მაგრამ აქ განსაკუთრებულია მოძღვრის ანგარება და რატო? იმიტომ რომ მოძღვარი ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას არ ეკადრება ანგარება. არ ეკადრება, თან ის ჩანს. მაგრამ მოძღვარი მაინც, ეხლა ქართული სინამდვილე ავიღოთ. რატომ ვარდებიან ჩვენი მოძღვრები ანგარებაში? არა ისეთ ანგარებაში, რომელშიც თქვენ ყველა ვარდებით და ყველანი ვარდებით. რა მოძღვარი მარსიანელი ხო არ არის, უსხოპლანეტელი ხო არ არის, კაცო? თქვენი შვილია, თქვენი წრიდან არის. ან ეგოიცია ხოლმე ეკლესიაში რა ხალხია? ხო, აი ყველა მარსიდან ჩამოვფრინდი და არ მოგწოვარ. რა ხალხის თქვენ ახართ, ის ხალხი ვარ ჩვენ, არაფერი განსხვავება არ არის. ხო, ვერ დამისახელებთ ბანკიერებას, რომელიც თქვენში არ იყოს, არის ჩვენში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაზე მეტად ჩანვართ და მეტად პასუხისგებელი ვართ, მაგრამ ერთნი ვართ, ერთი სისხლი და ხორცი ვართ. ხა რა შეიძლება მოძღვრის ანგარებას? საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ეხლა მე ავლაპარაკობ, სადაც ის ისლამური სახელმწიფო რო წარმოიქმნა და ქრისტიანებს რო თავებს კვეთავენ და სოფლიო რო გულგრილად უყურებს და ვითომ არაფერი ხდებაო, იქაური ქრისტიანები რა დღეშია, ერაყში რა დღეში არიან და სირიაში და ემაში. ამაზე არაფერს ვლაპარაკობ, ეს არის უბრალოდ კატასტროფული სიტუაცია, რაც პირველ საუკუნეებში იყო, ის ხდება. მე ვლაპარაკობ აქეთ, ევროპულ მხარეში. სადაც შედარებითი სიმშვიდეა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის, მე მგონი, ერთადერთი ეკლესია საქართველოში, რომელსაც არანაირი ფინანსური უზრუნველყოფა არ აქვს. მე ვგულისხმობ სახელმწიფოსაგან და ვგულისხმობ სასულიერო პირებს. ეხლა ვიღაცა მართლაც ის 25 მილიონიო, 25 მილიონი არც ერთი თეთრი არ მიდის არც ერთი სასულიერო პირამდე. ეს არის იხარჯება ბოლომდე განათლებაში და ანუ ერთადერთი ეკლესია სოფლიო მართლმადიდებლობაში ამ მშვიდობიან გარემოში არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სადაც მღვდელი როგორც სახელმწიფოს მოქალაქე, ხო მაქვს სახელმწიფო მოქალაქის პასპორტი, ხო მაქვს ჯიბეში, მე ვარ სახელმწიფოს მოქალაქე. არის აბსოლუტურად დაუცველი, მას არ აქვს ხელფასი, მას არ აქვს დაზღვევა, მას არ აქვს პენსია, არანაირი სახელმწიფო მას, ესე იგი, სახელმწიფო დაცულობა არ აქვს. ეს ანუ ღვთის ანაბარაა. ამაზე ვიღაცამ თქვას, რომ ყველაზე მაგარი ყოფილა ღვთის ანაბარა, ვიღაც ჩინოვნიკის ანაბარა მტერი იყოს, რაჯობია ღვთის ანაბარა იყო, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი, როდესაც შენ ღვთის ანაბარა ხარ და აბსოლუტურად ხარ იმის იმედზე, რა შეწირულობა გაკეთდება, თუ მე რწმენაში ცოტათი მოვიკოჭლებ და აი ღვთის ანაბრობა, რომ ყველაზე მაგარი
ერთმა ცუდად იხუმრა რა, ყველაზე მაგარი ზურგიო, სწორედ თუ პროგრამობერ უსულოდ კრიშაო, ყველაზე მაგარი ზურგი სწორედ მგლებს ქონიათო, იგივე мотивაციით, რომ ღმერთი პირდაპირ და ხო, გესმით. მაგრამ თუ ადამიანს მოდელს გაუჭირდა სულიერად და კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის გასაკვირი რომ გაუჭირდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ თქვენნაირები. როცა შენ გიჭირს სულიერად, ნუ გიქურს რომ მეც გამიჭირდეს, გესმით? ოკნათ ესია რა. გასაგებია რომ მატარებელში ერთია პასუხისმგებლობა ვაგონისა და მეორე ლოკომოტივისა და მგლს ევალება რომ ლოკომოტივი იყოს, ის ვერი ჩანჩალებს, უნდა გაწიოს მთელი შემადგენლობა, მაგრამ ნუ ხო, ერთი ჩამოსხმა ვართ, ერთი იმინდა, რა ვთქვი, ერთი ქარხნიდან. ანუ თუ მე სულმოკლეობა გამოვიჩინე და უფლისეს სიტყვები, რომ ნუზრუნა ხვალინდელი დღისათვის, იმიტომ რომ შენ მე მეძებე, სასუქებელი ეძებე და გზაციულმა მამამ იცის შენ რა გჭირდება, თუ ეს სიტყვები ვერ გავითავისე, ჩემ ცხოვრების კრედოთ არ ვაქციე, მაგრამ ამას ჭირდება რწმენიდან მეორე საფეხურზე ასვლა, რასაც პავლე მოციქული ამბობს, რწმენა, სასოება, სიყვარული, სასოებაზე აი ამ საფეხურზე მეორე საფეხურზე უნდა ვიყო, ანუ გაცოცხლებული რწმენა უნდა მქონდეს, თუ ეს არ ამაქვს, სულმოკლეობაში ვარდები და როდესაც ზღდელს აქვს მრავალშვილიანი ოჯახი, 1000 მიშვილებს ჩვეულებრივად ჭია, ჩვეულებრივად წყურიათ, ჭირდება სამედიცინო დახმარება, სწავლა, განათლება, ასე შემდეგ, გადასახადები მოსდის სახლში. ჩვენ ყველაფერი ჩვეულებრივად აქვს, პლუს მრავალშვილიანია ძალიან ხშირად და ესე იგი, მაგრამ არანაირ დაცულობა სახელმწიფოდან აი ამ დროს თუ რწმენაში ცოტათი მოიკოჭ, შეიძლება ძალიან კარგი იყოს. ხდელი გადასარევი ადამიანი იყოს, გენიალური პიროვნება, გენიალური ქართველი, ყველაფერი მამულიშვილი, მაგრამ რწმენაში მოიკოჭლებს, აი აქ ჩდება პრობლემა და ირთვება გადარჩენის ინსტინქტი, თავდაცვის ინსტინქტი, ოჯახის გადარჩენის ინსტინქტი და აი აქედან იბადება ის მანკიერებები, რომელსაც ქვია, თქვათ, ქრისტეს სახელით ვაჭრობა, რასაც ქვია, რომ თქვათ, ეს მსახურება ამდენი, ის მსახურება. ეგ, თქვათ, ეგ პრობლემები სხვაგან არ არსებობს, იმიტომ რომ მაგალითად რუსეთის ეკლესიაშიც სხვა ეკლესიებშიც არის გარკვეული თანხა, ოფიციალური თანხებია გადასახდელი, საკმაოდ ძვირი მინდა გითხრათ, რუსეთში იმდენად არა, მაგრამ საბერძნეთში მაგალითად საკმაოდ ძვირი, როცა შე რაღაცა მსახურების გინა აღსრულება, იქ საკმაოდ თანხას იხდი და პლუს მაგას საბერძნეთში სახელმწიფო აფინანსებს ეკლესიას და ხელფასსაც აწევს. იმას თავისი მე მაგათ არ მინდა ის, იმიტომ რომ ძალიან ცუდი მანკიერებები აქვს, შენ უკვე სახელმწიფო მერთიცაც გიქნებს, თუმცა არ მოეწონები, ეგ სხვა თემაა, მაგრამ დაცულობით თვალსაზრისით ვამბობ. ამიტომ თუ მღვდელს ეს ჭია შემოეპარა სულმოკლეობით, იწყება მერე ეს ანგარება, ცოცხლდება სხვანაირად და ცუდად ცოცხლდება ეს ანგარება და ხდება თვალსაჩინო და ძალიან ხშირად სამარცხნივო. ამიტომ მე რატომ მოგიყევით ახლა ეს ისტორია? ეს ისტორია მე იმიტომ ეს ამბავი, ეს მდგომარეობა. იმიტომ რომ, როდესაც დაინახავთ, რომ მღვდელი ამ სულმოკლეობას ავლენს და თქვათ, იქ რაღაცას ითხოვს პირდაპირ თუ არა პირდაპირ. რა თქმა უნდა, არ არის მოსაწონი, მაგრამ იცოდეთ, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს, ვერ გაუძლო იმ რეალობას, როცა მის თქვათ, სახლში მშიერი ან ავადმყოფი ელოდება და ჭირდება თანხა, ვერ გაუძლო და რწმენა არ ეყო, ვერ გაქაჩა რწმენაში, მოდი ესე ვთქვა. და ნუ გაგიკვირდებათ ეს, იმიტომ რომ რწმენაში გმირობა ეს ადვილი არ არის. ეს არის ძალიან რთული და რაც შეეხება ეხლა პატარა გადახვევას ვაკეთებ. არსებობს რამდენიმე მითი ეკლესიაში. ერთ-ერთი მითი ეს არის მღვდლების სიმდიდრე. და 100,000-იანი ჯიპები და ასე შემდეგ. მე არ ვიცნობ ჩემს სამეგობროში არც ერთ მღვდელს, ვისაც კონდეს ძვირად ღირებული მანქანა. მე ვიცნობ მღვდელს, რომელსაც დიდი მანქანები ყავთ, მაგრამ ერთი მღვდელს ვიცნობ, არ ვასახელებ იმას, რომ შეხედავ, ვიფიქრე, ეს რა მანქანა ყავს, შეხედეთ. მაგრამ ეს მანქანა მე ვიცი იყიდა ჟანგიანი, საქათმესავით იყო და ესე იგი მარშრუტკის ნაწილები დააწყო და კატასტროფას წარამარა ფუჭდება და გარედან ისეა გალამაზებული, გეგონება 100,000-იანი ჯიპია და ვერებში რა ადგინა, გარეთ მტერს უბნელებს თვალს და შიგნით მოყვარეს. ნუ რა უბედურებაა ეს. ხო, მოკლედ ესეა. მე არ ვიცნობ ესეთ ეპისკოპოსებს არ თვლი, იმიტომ რომ მათ სახელმწიფო მისცა ეს მანქანები. მღვდლებზე ვამბობ. და მე ვიცი მღვდლები, რომლებიც სოციალად დაუცველები არიან იმ დონეზე, რომ ზღვარს ქვემოთ არიან. ზღვარს ქვემოთ. მე ვიცნობ მღვდლებს, რომელსაც არ აქვთ იმის საშუალება მანქანაში საწვავი ჩაასხა. მაგრამ თბილისელი მღვდელი ვნახე, მე რომელსაც ესე მანქანა მყავსო და მეთქე რატო არ ახლა ვერ დავდივარ საწვავი. გესმით, ეს არის მითი, რომ თითქოს როგორ არიან და ზოგი ერთ-ერთი მღვდელი ნახეს, მე ვიცნობ ის მღვდელი ვინც არის.
რომ სხვები კატასტროფული სიტუაცია ქონა სახში და ესე იგი მოინდომეს ეს გაეხმაურებენ ამან არ მისცა ამის ნება, იმიტომ რომ ნუ არაღაცო არა. ასე რომ ეს არის მითი. ეს მაგრამ მეორე დღეს ხბადებს ჩვენი სულმოკლეობიდან ძალიან ხშირად ანგარებას, რომელიც ასე ჩანს. და ეს არის ბრძოლა ერთ-ერთი განსაცდელი მოძღვრისა, რომელსაც უნდა აჯობოს მღვდელმა, თუნდაც შეერი მოკლეს. მერე სიამაყე, სიამაყე მიზეზი იცით, ხო, მამას გიწოდებენ, თუმცა უნდა დაიმსახურო არა სტატუსით, არამედ რეალურად ჩვენი ცხოვრებით. განხეთქილებაში გასვლა, განხეთქილების სული, როდესაც შენ შეხედავ და რაც უდათ იქცევა ეს იერარქია საეკლესიო. არასწორად ასწავლიან ქრისტიანობას და შენში ჩდება განსაკუთრებულობის განცდა. მე ვასწავლი სწორად. და რაც მართებოდა კალავიშვილს ასე, სხვადასხვა სქიზმები რო იქნებოდა, მე ვარ სწორად და დანარჩენი სწორი არ არიან. განხეთქილების სული, რომელიც დამანგრეველია მღვდლისათვის და მისი სამრევლოსათვის, სულმოკლეობა. ესეც ერთ-ერთი ბრძოლა, ეს არის სულმოკლეობაში ისეთ რას გულისხმო, როდესაც ეჭვიანი სინდისი უჩნდება, რომ აი მე სწორად ვაკეთე, აი მე სწორი უთხარი, აი მე წირისათვის მზათა ვარ, აი მე ღირსი ვარ საკურთხეველში დავდგე, აი მე გესმის, აი ეს დამთხარი. დაალოცვილო, შენი ღირსების გამო კი არ გახდე მღვდელი. რა ნაგავიც იყავ, ისე ვის ნაგავად ახარ დარჩენილი. უფლის მადლით ახარ მღვდელი და უფლის მადლით უნდა წირო. ეს შეიძლება. უფლით ახარ, რაც ახარ, შენ ვინ ახარ, რომ შენ გონია, რომ შენ რომ მაგარი გახდები, მე გახდები მღვდელი. არა. შენი ნაგავი დაინახე. თავი ჩაღუნე, მადლობა უთხარი ღმერთს, რაც მოგანიჭა ნაგავს და დადექი და გექნება კადნიერება, რომ იმსახურო წირვაზე. ეგ ერთი და მეორე მომენტია კიდე ძალიან ხშირად ესეთი სულმოკლება ვლინდება ესეთ რაში, აი მე ხილში არ ჩავარდე. ამიტომ ლოცვა გულით არ თქვა, სიტყვა ხმამაღლა არ თქვა, გუმხურვალება არ გამოვიჩინო, თვალები არ დავხუჭო და ყუდარივით აღვასრულო ლიტურგია და ესე მინავლებული რომ ზედმეტად არ ამოქმედდა რომ ხილში არ ჩავარდე. გესმის შიში აი ესეც სულმოკლეობაა და არაფერ არ შეიძლება, თუ თავდაჯერებულობა გითხარით, პატივმოყვარეობა, შვინვიერი მოძღვრობა. რას ნიშნავს შვინვიერი მოძღვრობა? როცა ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური წინ წამოწეული თავის მღვდლობაში და მრევლთან ურთიერთობაში. როცა მოძღვარსა და სამრევლოს შორის იწყება ეს ფსიქოლოგიური, ისტერიული, რაღაც ესეთი ემოციური დამოკიდებულება და გადადის ბოლოს იმ დონეზე, რომ რაღაცა ვერ გამიგე შენ მამაო და რაღაცა მაწყენინე და მე ამ დროს ვიცი ხოლმე აი ძმაო ცივი წყალი დალი და წადი. შენ თუ ვერ გაკმაყოფილებს და ვერ ხედავ მე როგორ გიჩვენებ შენ ქრისტესაკენ სავალ გზას, ორიდან ერთია, ან მე ვერ გიჩვენებ მართლა, იმიტომ რომ არ მივდივარ. ან შენ ვერ ხედავ. სულ ერთია. ეს არის თუ ის, ჩვენ უნდა განვიყოთ. ხოლო თუ შენ ხედავ და აღიარებ, რომ მე ქრისტესაკენ სავალ გზას სწორად გიჩვენებ, მაწყენინე, გაწყენინე, ემოციური დამოკიდებულება, ასე რატო შემომხედეი, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ამაზე მაღლა უნდა დადგეს ჩვენი ურთიერთობა. გესმიდა? თუ ეს არის და თუ ამას მოძღვარი ხელს უწყობს, გესმით? ეს უკვე ძალიან ცუდია და ამას ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აფუჭებს მერე თავს. იმიტომ რომ მერე უკვე იწყება ეს რაც გითხარით. და ასე დროს, როცა ეს ფსიქოემოციური, შვინვიერი დამოკიდებულება მოძღვარსა და სასულიერო პირს შორის და არ არის მრევლს შორის და არ არის მთავარი, მე დაშერო ქრისტესკენ უნდა წავიდეთ, ეს არის, ხო? ეს თუ არ არის და გადარჩენისაკენ ვისრაფო და დავინახეთ ეს გზა და მადლობა ღმერთს, ეს თუ არ არის, თუ ეს ფსიქოემოციურია, მაშინ ხდება მიჯაჭვულობა მოძღვრისადმი და ეს არის კატასტროფა. როდესაც შენ მოძღვრის გარდა ვერავის ხედავ. ესეთი მოძღვარი რაღაცას ашავებს, ანის ადამიანი, მოკლედ, გესმით, კარგი მოძღვარია ის, რომელიც ქრისტეს დაგანახებს და ისე აღიზრდები მასთან, რომ ცოტა ხანში შენ ეს მოძღვარი აღარ დაგჭირდება. შენ გამოუკიდებლად შეგიძლია ღმერთი ეძები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ძალიან მოკლედ, რა თქმა უნდა. და აი მე მინდა მაგალითი მოგიყვანოთ იოანეს სახარების მესამე თავში ეს არის იოანე ნათლისმცემლის მაგალითი. გახსოვთ როგორ არის იოანე ნათლისმცემელზე ამბობს ასე დიდი არ დაბოდებულა ქუხს ეს არის ლომის ხმა უდაბნოში გვინავი და როცა ქრისტე დაიწყებს მოღვაწეობას მოწაფები აპროტესტებენ. იოანეს ეუბნებიან, ნახე ყველა შენ მონათლეო, შენაო და
ანუ თვლიან რომ აღარ შენ მონათლე ის შეიგი შენ მეტი ხარ და ხალხი იმისკენ მიდისო და იონე უნება მე უნდა მომაკლდეს მას დაემატოს და ივანე განდგა ჩრდილში და გზა მისცა ქრისტესაკენ. ეს არის მაგალითი ყველა მოძღვრისათვის. ხო მოხვედი შეწუხებული, ამო მას პრობლემებით მოხვედი. ცოტა ხანში მე უნდა გავდგე ჩირს და შენ თუ ვერ შეზელი ჩემთან, აი მოხვედი ჩემთან, შენ თუ ჩემთან ვერ შეზელი რომ მე თავი დამანებოდა ქრისტესაკენ გაიხედო, მე შენ ვერ გიმოძღვრე წადი სხვასთან. გესმით? ეს აუცილებლად დავინახო და გავიაზრო. ვინ არის თეოდორე, ვინ არის გიორგი, ვინ ვართ ჩვენ? არაფერი არა ვართ. ჩვენ ვართ იგივე თქვენ და თქვენი იგივე ჩვენ. ოღონ ამ შემთხვევაში მე თუ ეს სტატუსი მომანიჭა ღმერთმა, მხოლოდ იმისათვის, რომ შენ დაგეხმარო ქრისტე დაგანახო და შენ უნდა წახვიდე ქრისტესაკენ. და თავში მე ეს გითხარით გახსოვს, ადამიანებს ეს არ სურთ. ადამიანებს ურჩევნიათ რომ ვიღაცამ სულ ხელით ატაროს. მე ესეთებს ხელს უშვებ. არ მინდა მე ეგეთი ურთიერთობა ჩემს სამრევლოსთან რომ ხელით ვატარო. შენ უნდა წახვიდე ქრისტესაკენ თუ არა და წადი. იმიტომ რომ ეს ტყუილია, ეს ფარსია, ეს არაფერი არ არის. ქრისტე და ქრისტე. ჩვენი მოძღვარი არის ქრისტე. ჩემიც, შენიც, ყველას მოძღვარი არის ქრისტე. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მოძღვარი ცოცხალი მაგალითი არ იყოს. გახსოვთ ეს სიტყვები მათამახარებელთან ეგრეთ წინებდნენ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა. აი ამ ნათლის მატარებელი უნდა იყოს მოძღვარი რომ შენ რომ მე დამინახავ აქაც ეს ჩანს მე კი არ მადიდო შენ რომ მე დამინახავ მიხვდე რომ ეს ნათელი საიდან არის და დაიწყო ღმერთის დიდება. მოძღვარში მინიმალური უნდა იყოს მანძილი მის სიტყვასა და საქმეს შორის. ვიღაცა იტყვის სულ არ იყოს მანძილი გასო. არ გამოდის, იმიტომ რომ მე როცა თქვა ამბიოზე ვქადაგებ ლაპარაკობ აი იმაზე. იქ თუ არა ვარ. ერთმა მითხრა მე მახსოვს, კაცო იცი რა, იქ თუ არა ხარ, ნუ ლაპარაკობ იმაზე, ამაზე ილაპარაკეო. ხო, მაგრამ ჩვენ როგორ არის იცი, სიტყვა ცოტათი უსწრებს. ოღონ ამან ისი არ უნდა გაუსწროს, რომ აი შენი გამოცდილების პატარა ნაწილი თუ არა, არ უნდა თქვა. შენი გამოცდილება უნდა იყოს ამაში. და ცოტა მეტი, რომ შენ თვითონაც გაყვი ამ სიტყვას. და თუ მოძღვრის სიტყვასა და საქმეს შორის მანძილი იზრდება, ეს არის კატასტროფული მდგომარეობა მოძღვრისათვის. და მრევლს ვერაფერს ვერ აძლევს ესე დროს. კიდევ ერთი, მოძღვარმა უნდა მიანიშნო არა მხოლოდ ის, თუ საით უნდა წავიდეს მრევლი. საით უნდა წახვიდეთ ქრისტესაკენ, იცი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როგორ წავიდეს? არა მარტო ის, ილოცეთ, როგორ ვილოცოთ? იმარხულეთ, როგორ ვიმარხულოთ? ცოდებს ებრძოლეთ, როგორ? და კონკრეტ რა გავაკეთო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს გამიხარდა ჩვენთან ერთი მრევლის წევრია, რომელიც წლებია დადის, პატარაობიდან დადის ჩვენთან და არ ვიცი შეიძლება აქ არის და გამიხარდა დღეს პირველად ველაპარაკე მას როგორც ქრისტიანს. იმიტომ რომ პირველად იყო რა ჩვენი ურთიერთობის განმავლობა, როცა მან მითხრა, აი მამაო რა გავაკეთო მითხრა, აუ აგაშენა ღმერთმა, მაგას ველოდებოდი ამდენი ხანო. ჯერო ზიხარ სულ ესე და გელაპარაკები. ოღონ რა გავაკეთო და მე გითხარი რა გააკეთო და მითხრა რო გეტყვი რა გააკეთო, მე უნდა მოხვიდე და მითხრა როს გავაკეთე და დავიძარი. დაიძრობა, აგორდება და მე აღარ აჭირდები, გესმის და ეს რა მაგარია. შვილი ხო ყოლებს შვილს რო გაზდი. როგორი შვილია? კაი შვილი. რო გახდება 38 წლის და დედამშია, მამამ მიშველე, ეგ შვილი ხო არ არის? კაი შვილი. გესმის, შვილია ის, კაი, რომელსაც შენ აღარ ჭირდები, როგორც ისა გადია. ხო სწორია? აი ესია ამ შემთხვევაში. აი ნახეთ მე სიტყვები ერთ-ერთ ქადაგებაში თქვი თუ სხვა ლექციაში აღარ მახსოვს, ანუ ასე იგი მნიშვნელოვანი არა ის საით წავიდეს, არამედ ვასწავლოთ როგორ წავიდეს და მე მინდა წაკითხოთ თანამედროვე ისიხაზმის ერთ-ერთი თანამედროვე ქადაგებლის მიტროპოლიტ იეროთოს ვლახოსის სიტყვები. მიტროპოლიტ იეროთოს ვლახოსი იყო ახლობელი და მოწაფე არქიმანდრიტ სოფრონ სახაროვისა, რომელსაც ათონზე უწოდებენ მე-20 საუკუნის გრიგოლ პალამას. აი მის სიტყვები ესეთია, ვიმეორებ ამ სიტყვას, მე სხვა შეხვედრაზეც ვთქვი. დღეს სულიერი
და საღვთისმეტყველო თემებით დაინტერესებულ ადამიანთა შორის ერთგვარი გაურკვევლობაა. პრაქტიკისაგან განცალკევებული საღვთისმეტყველო თეორიული მსჯელობანი, რომლებიც სულიერი გამოცდილებით არ არიან გამყარებულნი, ნახეთ, თეორიული მსჯელობანი საღვთისმეტყველო, რომლებიც სულიერი გამოცდილებით არ არიან გამყარებული, მრავალ ზიანს აყენებენ მართლმადიდებელ ეკლესიას. ანუ აი ეს, წადით, მაგრამ როგორ თუ არ არის, ეს ზიანის მომტანიც არისო. ჩვენი დროის სამწუხარო და ტრაგიკული რეალობაა, რომ მრავალნი საუბრობენ ადამიანის განღმრთობაზე, განღმრთობა იცით რა არის? არსი მართლმადიდებლობისა. ღმერთი გახდა ადამიანი იმიტომ, რომ ადამიანი გახდეს ღმერთი. ეკლესიაში მოდიხარ, ეკლესიაში მოდიან და რატომ მოხდი ვეუბნები? სიმშვიდე მინდა, რა, ისა ვარ, ფსიქოლოგი ვარ თუ რა ვარ, ასე სიმშვიდე გინდა. და ეს რა თქმა უნდა ისე ვეუბნებით ხუმრობით და რაღაცა და პრინციპში სწორი პასუხი რა არის, თუმცა ამას არც ერთი ადამიანი ესე არ ამბობს, გასაგებია რომ თავისი ეთიკური ნორმები აქვს ქრისტიანობას და ეს სულიერ საუბრებს. მაგრამ არსი ესეთია, არსობრივად სწორი იქნებოდა, ცოტა არა ეთიკურად არ ალამაზი, მაგრამ რატომ მოხვედი ეკლესიაში? მე მინახ ღმერთი გავხდე. სწორია, ამიტომ დიახ ხო. მაგრამ სწორია, არ უნდა თქვათ ესე მესმის, მაგრამ სწორია. ჩვენ აქ იმიტომ მოვედით რომ ღმერთები გავხდეთ. გესმით? იმიტომ რომ ღმერთი გახდა ადამიანი და გითხრა რომ მოდით ჩემთან და სადაც მე ვარ, მინდა რომ იქ იყოს სადარი მარჯვენა ღვთისა და მამისა. იქ გვეპატიჟება მაცხოვარი და იქ მიპატიჟება არის ღმერთობა ზუსტად. ეს არის საოცრება. და აი მრავალნი საუბრობენ ადამიანის განღთობაზე, მაგრამ გზას და მიზნის მიღწევის მეთოდებს არ ახსენებენ და ეს ფუნდამენტალური შეცდომა. რამე თუ როგორც ყოველ მეცნიერებაში თუ არ არსებობს მეთოდოლოგია, არ გვექნება რეზულტატი. იგივე, ანუ შედეგი, ხო? სწორედ თარგმანი ესე იქნებოდა. იგივე ითქმის ღვთისმეტყველებაზე, როდესაც ღვთისმეტყველება არ მიუთუთებს გზასა და მეთოდიკაზე, ანუ და რა არის გზა და მეთოდიკა? ასკეტურ, ისიხასტურ მეთოდზე. იგი ვერასოდეს წარუძღვება ადამიანს საბოლოო მიზნისაკენ. ასეთი ღვთისმეტყველება სახიფათოა. მიტროპოლიტი ეროთოს ვლახოს. მოძღვარი უნდა იყოს გველივით ბრძენი. გველი არის სიბრძნის სიმბოლო აღმოსავლეთში, მტრედი უმანკოების სიმბოლოები. ანუ ძალიან ბრძენი უნდა იყოს და ძალიან უმანკო. სიბრძენი არ მიიღწევა აკადემიური განათლებით უბრალოდ. და არც უმანკოება მიიღწევა გულუფხილობით. და ესეთი ხო, მოდი ესე ვთქვა. გულუფხილობით და ეს ადამიანისადმი რაღაც სენტიმენტალური დამოკიდებულებით. მტრედის უმანკოება და სენტიმენტალიზმი სხვადასხვა, სიბრძნე და აკადემიური განათლება სხვადასხვა რაღაცა. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. მოძღვარი საღმრთო ძალაუფლების მატარებელია. აი მაგალითად ადამიანთა მეორე შობა. წადით, მონათლეთ და ეს არის მეორე შობა და აძლევს სამღვდელოდას ამის ძალაუფლებას. ასევე სულიწმინდის მადლის ნიჭების გადაცემა. ესეც სამღვდელო საღმრთო ძალაუფლება, მაგრამ აძლევს. თავი დახდებოდა ხელდასხმი, მერე მირონცხებით. უკვე რომ გამრავდნენ ქრისტიანები, ამდენი ეპისკოპოსი რო არ იყო, მერე ეპისკოპოსებმა იგივე ლოცვები წაიკითხეს სურნელოვან ზეთზე და იმზე ცხებენ მღვდლებით. მირონცხება სულიწმინდის მადლის ნიჭების გადაცემა ჩანასახის მდგომარეობაში. და როცა ადამიანი იწყებს სულიერად სწორად ცხოვრებას, ის იწყებს აღორძინებას. ცოდვების მიტევება, გვამათ იესო ყვალად მშვიდობა თქვენთანა, ვითარცა მომავლინა მე მამამან, მერცა წარგავლინებ თქვენ და რასაც შეკრავთ, შეიკრება ზეცაში, რასაც გახსნით, გაიხსნება. ანუ ეს ყოველივე თქვათ, ხო? და თან პლუს, როგორც მე მომავლინა მამამ ისე წარგავლენთ, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საღვთო ძალაუფლება მოგვანიჭა. და ეს საღვთო ძალაუფლება არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ანუ რას ნიშნავს? ქრისტესავით თუ არის ცხოვრებ, პასუხს აგებ ღვთის წინაშე. ეს არის. მოძღვარი და ევქარისტიული მსახურება. მე წეგანაც შევეხე ამას. ყველაზე მთავარი, რასაც მღვდელი აკეთებს. და ის ძალა, საიდანაც მოძღვარი იღებს ენერგიას თუნდაც ქადაგებისათვის, თუნდაც დამწყს, ანუ მისი სიტყვა საიდან იღებს ამ ენერგიას?
რატომ არის და საიდან ეხმარება, როგორ ეხმარება ადამიანს, რომელსაც თქვა რაღაც გაჭირვება აქვს და რაღაცას ეტყვი, ისეთ რამეს ეტყვი, პრინციპში რომელიც თვითონაც იცის, ეს გამოგიცდიათ ალბათ, შეიძლება მოძღვარმა ესეთ რამე გითხრას, რაც შენც იცოდი, ბევრად გიფიქრია, მაგრამ აი იმან რომ გითხრა და მორჩა მეტი არაფერია. და იწყება რაღაცა პროცესი. საიდან ეს ძალა? ეს ძალა იკვებება უშუალოდ პირდაპირ იკვებება ევქარისტიული მსახურებიდან. იმიტომ რომ ევქარისტიული მსახურების დროს მღვდელი ყველაზე მეტად განასახიერებს ქრისტეს. მართლმადიდებელი ეკლესია იმიტომ უარყოფს ქალთა მღვდლობას, იმიტომ კი არ უარყოფს ქალების მღვდლობას, რომ თulishoki ქალებს არ შეუძლიათ იყვნენ მასწავლებლები. ქალებს შეუძლიათ იყვნენ საღვთო მასწავლებლები. ქალებს შეუძლიათ იყვნენ მოძღვრები. დედათა მონასტრებში იღუმენია პრინციპში არის მოძღვარი. ქალებს შეუძლიათ მიიღონ აღსარება. დედათა მონასტრებში იღუმენია იღებს აღსარებას. მღვდელმოქმედებას არ აღასრულებს. ქალს შეუძლია იყოს მოციქული, მაგალითად დედა ნინო ჩვენი წმინდა ნინო მოციქულთა სწორი არის ქალი. ანუ ქალს შეუძლია ყველაფერი აკეთოს. გარდა ერთისა, ქრისტეს სახეს ვერ იღებს. იმიტომ რომ ქრისტე არის განკაცებული ღმერთი. ანუ ღმერთი, რომელმაც მიიღო მამაკაცის ბუნება და მე ხშირად ვიტყვავს, რომ თქვათ შეხარ ზედე ფემინისტურად განწყობილი რა, ქრისტიანი და თვლი რა მოხდა რომ ქალებიც იყვნენ მღვდლები, არაფერი კი ბატონო. ვისაუბრეთ, დავშვიდი, მე იცით მე თქვენ მინდა რომ სამახსოვროდ ძვირფასი ხატი გაჩუქოთ, მაცხოვრის ხატი დამიწერეს და შენ ახლა მორწმუნე ხარ, მასე კი არაა საქმე, ფემინისტი კი ხარ, მაგრამ ლადუჯიშოკი ხარ და მინდა რომ და იმახლა მამაურა ბედნიერებაა რომ მე ხატს მაჩხებ მაცხოვრის ხატს და მოვედი მოგეცი ხატი და ხედე და ეს რა არის მამა, რა არის მოგეთქო. ქალია გამოხატული. რა მე? როგორ რა კაცო? ქრისტე ხო კაცი იყო? დიახ, ქრისტე კაცი იყო. რადგან ქრისტე კაცი იყო და რა ქალი. მოდი ახლა თუ შეგვიძლია ესეთ გავაპროტესტოთ, მაგალითად, რატო არის მზე გვალი? აბა როგორ ოთხკუთხედი რატო არ არის? და აპროტესტებ ადამიანი. გესმის? ნუ შეიძლება რა, შეიძლება. და ვაპროტესტებ, მე მინდა მზე იყოს ოთხკუთხედი. და შევქმნი ორგანიზაციას, რომ მზე გავაოთხკუთხედო. რატო არის ღმერთის სამება და რატო არის ქრისტე კაცი და არა ქალი? კი ბატონო, შეგვიძლია აპროტესტო? შენი საქმეა, მაგრამ არის კაცი, ეს არის ფაქტი, ხო? და მღვდელი წირვის დროს, როცა პური დაგვინო გარდაისახება ხორცსა და სისხლად, მღვდელი წირვის დროს განასახიერებს ქრისტეს. იმიტომ რომ რაც ქრისტემ გააკეთა, ის გაიმეორებთო და ვიმეორებთ ამას და მერე ვეუბნებით, ჩვენ გავიმეორებთ ევქარისტიულ საიდუმლოებაში, ესე ჩვენ გავიმეორებთ, ყველა გავიხსენეთ, მერე გავიმეორებთ ჩვენი სიტყვები და მერე როცა ყველაფერი ეს გავიხსენეთ და გავიმეორებთ, მერე ავამაღლეთ და ვეუბნებით, რომ აი ახლა უკვე ჩვენ აღარ ვიცით რა ვქნათ, ყველაფერი გავიხსენეთ, გავიმეორებთ. აი ახლა უკვე შენია შენი მოცემულია, ისევ შენ და შემოგწირავ, მერე დადგავ და ახლა აკურთხევ თალო და ჯვარს სახავ და აკურთხე არ ვიცი რა ვქნა. გესმით, აი ეს საიდუმლოება აღესრულება და აქ ჩვენ ქრისტეს განვასახიერებთ. ამიტომ ევქარისტიული მსახურება არის ყველაზე ისეთი მომენტი ცხოვრებაში ეკლესიის, სადაც მღვდელი ყველაზე მეტად უნდა იყოს მღვდელი. ყველაზე მეტად და ყველაზე მეტად მადლის მიმღები. და ახლა მადლთან დაკავშირებით მე კიდევ ერთი სიტყვა მინდა წავიკითხოთ სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის, რომელიც ადრე ერთ შეხვედრაზე მგონი ქობულეთში თუ ბათუმში წავიკითხე და ახაც მინდა გავიმეორო. მადლთან დაკავშირებით. მოკლედ ვიტყვი, ამაოდ იხსენი, ეს მინდა ყველა ძალიან გთხოვთ ყურადღებით მოისმინეთ და აღიბეჭდეთ. იმიტომ რომ ამას რომ მე ვამბობდე, შეიძლება ვერმა არ მიიღოს, მაგრამ ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მესამე ღვთისმეტყველად იწოდება სოფლიო ეკლესიაში. იოანე ღვთისმეტყველი, ანუ იგივე მოციქული იოანე, გრიგორ ღვთისმეტყველი და სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი. სხვა ღვთისმეტყველად წოდებული ადამიანი ეკლესიას არ ყავს. სამი უდიდესი წმინდანია ეს. მოკლედ ვიტყვი, ამაოდ იხსენიება ქრისტიანად ის, ვისაც ქრისტეს მადლი არ აქვს საკუთარ თავში შეგრძნებითად. ანუ ვინც გამოცდილებით არ იცის, რომ ასეთი მადლი გააჩნია. ამგვარი მადლის არ არსებობა ან შეუგრძნოვლობა აშკარა ნიშანია ადამიანის არაწმინდების ნიშანი. და ღვთის წინაშე უგრძელობისა და თავხედობის. და ღვთის წინაშე უგრძელობისა და თავხედობის ყველაზე საშინელი გამოვლინება არის საკურთხეველში ჩვენი არაჯანსაღი უგრძალველი მოქცევა. ანუ სასულიერო პირების ცუდი მოქცევა საკურთხეველში. როცა უგრძალველი ხარ. ეს ყველაზე და სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ იმას დიდი ცოდვაა, როცა ადამიანი გულგრილად და აი ესე
მექანიკურად ისრევს სიტყვებს ლოცვაში და გულგრილად ლოცულობს, ამაზე დიდი ცოდვა არ არსებობს. ანუ ღვთისმსახურში უგრძელობისა და თავხედობისა, ასევე მრისხანე ხასიათისა და სიმდაბლის გარეშე თვითბრძნობისა, პატივი მოყვარეობისა და სხვა ამგვარი თვისებებისა და მდგომარეობისა. ხოლო საღვთო მადლი იმას გააჩნია, ვინც შიში და კრძალვით ღვთის წინაშე არის შიშითა და კრძალვითა ღვთის წინაშე არის 7 ხასიათის და მდაბალი. ესწავლეთ ჩემგან, რომ თუ 7 ვარ და მდაბალ გული. ვინც იცის, რომ ქრისტეს მადლის გარეშე არანაირი სიკეთის ქმნა არ ძალუց. აი ესეთი ადამიანი იღებს სწორედ მადლს და მე ამ მადლს ხედავს და განიცდის საკუთარ თავში. კიდევ ერთი რამ, რაც ქადაგებას ეხება. მოძღვრის ქადაგება უნდა იყოს ქრისტოცენტრული. მის ქადაგებებში უნდა დომინირებდეს ქრისტე. იგულისხმებოდეს ქრისტე ყველა შემთხვევაში. და სამწუხარო რეალობა მინდა გითხრათ, ისევ ჩვენ ქართულ სინამდვილეში ძალიან ხშირად სხვადასხვა შეხვედრებზე ჩვენ შეიძლება ნახოთ სასტუმრო პირი, რომელიც გამოდის და თვალები ვაიფარო, თვალებზე ხელი ვაიფარო და მოусმინო ვერაფრით ვერ მიხვდები, რომ ლაპარაკობს სასტუმრო პირი. იმდენად არ ახსენებს არც ერთხელ ქრისტეს. ეს არის არა უცოდინრობის, ან არა მექანიკური პრობლემა, რომ რაღაცა გამორჩა. ეს არის შინაგანი პრობლემა, იმიტომ რომ უფალი ამბობს, რაც გულში აღარ ეტევა, ის გადმოედინება პირიდან. ანუ სხვა სიტყვებით ამბობს ლამაზად. ნამეტნავისაგან გულისა იტყვის პირი. ნამეტნავისაგან გულისა და თუ ქრისტე გულში არ არის, აღარც ითქმება. ამიტომ მოძღვრის ქადაგება რომ იყოს ქრისტოცენტრული, რატომ? ლოგიკურია, მე ქრისტეს მოწაფე ვარ, ქრისტეს მოციქული ვარ და შენთან რომ მოვდივარ, რაზე უნდა ველაპარაკო? აი მაგალითად წამოდგინე შენ ცხოვრობდი 2000 წელს და შეხვდა თქვა მოციქული, თქვა მათე ან იოანე ან ანდრია, თქვა აი ანდრია. რაზე უნდა ელაპარაკოს ანდრია? რომელიც ქრისტეს მოწაფეა, რომელმაც განეცადა ამხელა სიდიადე სამყაროში. რაზე უნდა გელაპარაკოს, მაინტერესებს. სოციალურ მოწყობაზე, პოლიტიკურ თავისუფლებაზე, ეკონომიკურ პრობლემებზე, პოლიტიკურ ორიენტაციაზე, ფეხბურთზე. რაზე უნდა გელაპარაკოს? განამე სიტყვები 100%-ით ქრისტეზე არ იქნება? წარმოგიდგენიათ სხვანაირი მოციქული და მე რა უბედურება დამემართა მეც ხო ქრისტეს მოციქული უნდა ვიყო. აბა რამდენი მღვდელი ვარ, რამდენი მოძღვარი ვარ. გესმით, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ვიღაცა იტყვის კი მაგრამ შენ რომ არ ახარ ქრისტესთან და ვინ მიშლის უფალმა მითხრა მე თქვენთანა ვარ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა და მაქვს შესაძლებლობა მასთან ყოფობისა, იმიტომ რომ ქრისტე ხო ადამიანი არ არის, რომელიც წავიდა ვეღარ ნახულობ, ის ხო მხოლოდ ადამიანი არ არის, ხო ერთიც არის და ის ორი სიხასტური პრაქტიკა, იესოს ლოცვა, გონიერი ლოცვა, რომელიც მე მაძლევს საშუალებას სულ მუდამ ქრისტესთან ვიყო, რომ არც ერთი წამი არ ვიყო ქრისტეს გარეშე. თუ მე არც ერთი წამი არა ვარ ქრისტეს გარეშე, ჩემი ბაგებიდან მხოლოდ ქრისტე იქნება და სხვა არაფერი. პავლე მოციქულის წესი ამბობს, გულში დავიდე მხოლოდ ქრისტე, ისიც ჯვარცმული, სხვა არაფერი. ეს არის მოძღვრის საქმე, ქრისტე და სხვა არაფერი. ეს არის საქმე და თუ ჩვენ არ აგვაქვს ქრისტოცენტრული ქადაგებები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იესოს ლოცვა არ აგვაქვს. და თუ ჩვენ არ აგვაქვს იესოს ლოცვა, ჩვენ არ ვიცნობთ ქრისტეს და თუ მე არ ვიცნობ ქრისტეს, მაშინ რას ნიშნავს ჩემი მღვდლობა და მოძღვრობა? რა მეშველება? რა მეშველება? მოძღვრის მიერ მრევლის პრობლემის არსში წვდომა არის საჭირო. მრევლი რომ მოდის, მრევლის წევრი რომ მოდის და საერთოდ მრევლი რომ არის, მრევლს აქვს ერთი ცუდი თვისება. მას ძალიან სურს რომ გადაგიყვანოს თავის რელსებზე. ეს რელსები არის მისი სოციალური მდგომარეობა, მისი ფსიქოლოგიური პრობლემები. ანუ შენთან მოდის როგორც ფსიქოლოგთან, როგორც ექიმთან, როგორც სოციალურ მუშაკთან, პოლიტოლოგთან, რა ვიცი, რაღა სტილი როგორც სტილისთან ესე არ მოვა, მაგრამ მოვა ოღონ მღვდელთან არა. რატომ? იმიტომ რომ გესმით, რაც არ უნდა მითხრა. ასე მოხდა, ისე მოხდა, ხათას მე ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს. სხვა პასუხი არა მაქვს. ქრისტესთან მივიდეთ, ყველა პრობლემა მოგვეხსნა. იცი მამაო, მაგრამ აი ესე გისმენ, ქრისტესთან მივიდეთ, ყველა პრობლემა მოგვეხსნა. რა თქმა უნდა, ახლა მე ცოტა უტრირებულად ვამბობ და იქ არის რაღაც ნიუანსები, თავისთავად ცხადია, მაგრამ მრევლის ადამიანის პრობლემის არ შეწოდომა ნიშნავს იმას, რომ
იმას პრობლემა რო აქვს, რომ ეს მისი ქრისტესთან ან პრობლემა აქვს, რომ ქრისტესთან არ არის ერთი. ან კი არის, მაგრამ თვისობრივად ახალ საფეხურზე უნდა ავიდეს ქრისტესთან ურთიერთობაში და შენ უნდა დაანახო, რომ ეს პრობლემა აქვს, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ან არ არის ქრისტესთან და უნდა იყოს. ან არის, მაგრამ ახალ საფეხურზე უნდა ავიდეს. ანუ ქრისტე უნდა დაანახო კიდევ და კიდევ. ეს არის და ოღონდ ისე, რომ მისთვის გასაგები იყოს. ანუ ბრევლის წევრის არში, პრობლემის არში წნობა ნიშნავს მაგას, რომ მას მისთვის გასაგებენაზე დაანახო, რომ გაიხედოს არა შენსკენ, არამედ ქრისტესაკენ. თორე სხვანაირად შენ მაშინ ფსიქოლოგი ხარ და არა ხარ ფსიქოლოგი და არც უნდა გქონდეს პრეტენზია. აი ეს არის. და ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენი როგორც სასულიერო პირების პასუხისმგებლობას და ჩვენ უნდა კარგად გავიგოთ, გავაცნობიეროთ თუ ისთვის მოდის ადამიანი ტაძარში. არ იცის შეიძლება იცის, მაგრამ თუ ის ღმერთით მოდის, თუნდაც რაც ქონდეს გასნობიერებული ისთვის მოდის. რატომ მოგვაგებენ ჩვენ პატივს და რატომ გვიწოდებენ ჩვენ მამას? ამაზე არც გასაუბრებ. რატომ იწოდებენ მე მამას? არა იმიტომ, რომ ეს საღვთისმეტყველო მე მღვდელი ვარ და მორჩა. მამას ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე გიწოდებენ, იმიტომ რომ ქრისტიანობერად ის გზნობს, რომ შენ ზეციურ მამასთან უნდა მიიყვანო. შენ უნდა ასწავლო ყველაზე ძვირფასი მას. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ მას იგებს თუ ესმის თუ არ ესმის, წყურია ცოცხალი ღმერთის ენერგია და მადლი. ეს წყურია და ის უნდა სულიერად დააპურო და მისი სულიერი დაპურებით ჩვენ ვაპურებთ ქრისტეს. ქრისტეს ვაპურებთ, გახსოვთ როგორ ამბობს, მშიოდა და არ მაჭამეთ, მწყუროდა და არ მასვით, ანუ პრობლემები მქონდა და ნუგეში არ მეცით. ხო და შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ აქ მატერიალურ საჭმელზეა ლაპარაკი, როცა გლახაკს საჭმელი. ესეც არის, მაგრამ ამას უფრო მაღალი განმარტება აქვს, ისევ სიმონახალი ღვთისმეტყველი ამბობს ამას, ეს საოცარი მამა. როცა ამბობს ეს ადგილი რომ ნახეთ რა ხდება, ქრისტეს მართლაშია და წყურია, მოციქულები წავლენ, რომ იყიდონ საჭმელი, ამასობაში ქრისტეს სულიერად დააპურებს სამარიტელ დედაკაცს, მას დაანახებს ღმერთს და როდესაც მე მოციქულები მოდიან აღარჩია აღარ წყურია და გაუცდებიან, ხო შიოდა, ხო წყუროდა, ხო დაღლილი იყო. და მე არ მინდა საჭმელი, მე მაქვს ის საჭმელი, რომელიც თქვენ არ ვიცით და მე განუმარტავ, სასაჭმელია ეს. ჩემი საჭმელია, რაითა ვყო ნებაი მომავლინებელისა, ჩემისაი და აღვასრულო საქმე მისი. ქრისტეს საჭმელია, რომ ზეციური მამის ნება აღსრულდეს. რა არის ეს ზეციური მამის ნება? ამ იგივე სახარების ამ ადგილიდან ჩანს, რომ ის დედაკაცი სულიერად დაპურდა და მე იქვეუნება მოციქულებს, გაიხედეთ, სამკალი ბევრია და მუშაკი არის ცოტა. ანუ ეს არის ჩემი საჭმელი. და როცა ჩვენ მოძღვრები ვაპურებთ ადამიანებს სახთო ენერგიით, როცა ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას მათ ღმერთი დაინახონ, ჩვენ ამით ქრისტეს ვკვებავთ და საშინელ სამსჯავროზე ეს ჩვენთვის მაცხოვნებელი ქმედება იქნება. როგორც საშინელ სამსჯავრო აღწერილი წმინდა წერილში აი მაგით, რომ მშიოდაო და არ მაჭამეთო და მშიოდა და მაჭამეთო. მოძღვრის გამოცდილებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ ძალიან ხშირად ჩვენ სინამდვილეში ძალიან ხშირად თეთრ სამღვდელოებას, ხშირად უფრო მეტი გამოცდილებაც კი უგროვდება ვიდრე მონოზვნებს, იმიტომ რომ ბერთან კომპენსაცია უნდა მოხდეს ძალიან დიდი სულიერი გარღვევით და თეთრ სამღვდელოებას აქვს მრავალ ადამიანთან გამოცდილება და აი ეს გამოცდილება ძალიან ბევრ ამაში მას ეხმარება. უამრავ ადამიანს ნახულობს, უამრავ ადამიანისას ისმენს და ამასობაში თვითონაც იზრდება და კიდევ ერთი, აუცილებელი, მოძღვარს აუცილებლად ესაჭიროება კავშირი წმინდა მამებთან, წიგნების მეშვეობით, სულ უნდა კითხულობდეს წმინდა მამებს და მათ გამოცდილებას იზიარებდეს, აუცილებლად ჭირდება კავშირი გამოცდილ მოძღვრებთან და სულიერ სკოლებთან. მე სულიერ სკოლებში, მაგალითად ათონის მონასტრები, ეს არის სულიერი სკოლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ჩემის აზრით, ჩვენს ეკლესიაში უნდა იყოს ეს პრაქტიკა, რომ მუდმივად იგზავნებოდეს გარკვეული ექსპედიციებივით, ესე მოძღვრებისა, მიზან მიმართულად თვითონ ეკლესიის და აი მაგალითად, ის 25 მილიონი, ხო? ეს 25 მილიონი განათლებაში უნდა იხარჯებოდეს. მე ვფიქრობ, ეს არის განათლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ იხარჯებოდეს. ჯერ ეს 5 მოძღვარი წავა, მერე ეს 5 მოძღვარი წავა, მერე ეს 5 მოძღვარი და თითოთვი იცხოვრებენ მონასტერში და იგრძნობენ თუ როგორია მაჯისცება სულიერი ჯანსაღი სულიერი სკოლის. ეს არის აუცილებელი გასაკეთებელი და ჩვენ ცოტა პატივმოყვარი დიდების იმაში ვართ, თუ პამპარტავნებაში ჩვენ გონია რომ ყველაფერი ვიცით. რატო? იმიტომ ქართველები ვართ, აბა არ ვიცი. არ ვიცი, ძალიან ბევრი რამე არ ვიცი.
ესე ძალიან მნიშვნელოვანია და ბოლოს ამით ვასრულებ, როგორც წინ გამამები გვასწავლიან და მე მას გამოყოფს მიტროპოლიტი რუთოს ლახოსი, მოძღვარი უნდა იყოს განწმენდილი, აქ იგულისხმება მას უნდა თავის თავში იმ დონეზე კონდეს დამარცხებული ვნებები, რომ ვნებები აღარ უნდა წარმართავდეს მის ცხოვრებას. მოძღვარი უნდა იყოს განათლებულობის მდგომარეობაში დამკვიდრებისათვის მოღვაწე. განათლებულობა ეს არის ადამიანში იმდენად არის დამარცხებული ეს ვნებები, იმდენად მადლი მოხვეჭილია, რომ მისთვის ის რაც ადრე ძალიან დიდ ღვაწლით ეძლეოდა, ლოცვა, ღვთისმსახურება, წირვაზე დგომა, ის შესხმულია ოღონ წირვაზე იყოს, ოღონ ღვთისმსახურებას აღასრულებდეს, ოღონ ქრისტეს ემსახუროს, აი ეს საათობით იდგება ლოცვაზე, წირვაზე, ყოველდღე ემსახურებს და წამოდგება ღამეს არ დაიძინებს, ილოცებს და ამას ხვდება, რომ ადრე ხო უჭირდა და ხვდება, რომ ეს არის ღვთის მადლის მოქმედება და არასაკუთარი თავი. ეს არის განათლებულობის პერიოდი, აუცილებლად უნდა და ამ პერიოდში მოღვაწე უნდა იყოს, უკვე მღვდელი უნდა იყოს ამ პერიოდში მოღვაწე, რომ მერე მან სხვას გადასცეს ეს მდგომარეობა და მესამე ეს არის სწრაფი მჭრეტელობისკენ, ანუ ღვთის ხილვისაკენ, როცა უკვე ადამიანი იცნობს ღმერთს და მასთან მის წინაშე აბსოლუტურად გარინდებული მისი არსებობის ცოცხალი გამცდელია ღმერთი და მას ჭრეს როგორც ახტო ენერგიას. აი ეს არის ის მდგომარეობა, რისკენაც თითოეული მოძღვარი უნდა ისწრაფოდეს.